გაუმარჯოს ყველას, ლაილაის ამბები გრძელდება. და უნდა დავასწრო რედონდო მარცხენა ფრთაზე და 1-0 რაულ. ამაიკაზე გამახსენდა ეს წარდგენა იყო, მოდი ჩავთვალოთ. მოდი მე წარვადგენ, ძალიან ნორმალურად წარვადგენ ჩვენ. ამაისურზე გნა რომ ვიხდეთ ვიზე ლაპარაკობთ. ესე იგი ადამიანი რაღაცას რო იტყვის და რო შეასრულებს, ეს ყველაზე მაგარი თემა ალბათ. მე ესე მგონია და გახსოვთ ნოდარის ემოციები და ჩემის პრინციპში მე ვიცოდი უბრალოდ წინა დღეს რამოს ბამოს ავტოგრაფები, ani მაისურები რუნის და რამოსის, რომელიც შეთან სახში კიდია, აქ არ მოვიტანი, იმიტომ რომ აქ ნოდარის მაიკის გვერდზე ვერ დავკიდებდი რუნის მაიკას. რამოსის მაიკა შენ აგიდია? შენთან სამწუხაროდ არა. რა სამწუხაროდ? შენთან რამოს რა უნდა? გიორგი კიკნაძე, რომელიც არაერთხელ გიხსენებია ჩვენ, ჩამოვიდა ამერიკის და ტრადიციულად მომეხელი მომეჩი. ამერიკის ის გადაიწიეს შეჩემა. მერაბდონიშვილის მაგასთან მაინც არიჯდე რა კონცერტს აბრაღუნ. გუტუნება რა, ეს ისინი რა, მაგიტომ აქვს აწეული. მე ესეთი ჩაიცი, შევარნაძეების მაიკა. გიორგი კიკნაძე, რომელიც ამერიკაში უკვე 13 წელია და რა ვიცი, ძალიან ბევრ ამას აკეთებს, მოკლედ და სპორტზე არის შეშლილი, ესე რო ვთქვა, ხო შეიძლება რომ ესე ვთქვა. ეგრე უნდა და ისტორიები გელოდებათ. ჩვენ ვიმყოფებით ბილი ბერკის ირლანდიურ პაბში 77 კოსტავა 77-ში და ფენერი გარემო არის გინესი ის სხვა შორის გინესი რო მატუკი ჯუნიორი მოგვიტანს ახლა თომას გავასინჯოთ ყველაზე ჯიგრულ ფასად არის და ყველაზე გემრიელი სხვათა შორის რა ჩვენთან ვართ მოიცა ეს ამას აკიდავდებ ჯერ იმიტომ რომ საჩუქრის გარეშე არც ახლა არ მოვიდა გიორგი და ნახე დაატოვეთ მერაბდვალიშვილის შორტის გარეშე ხელმოწერილი შორტი მერაბდვალიშვილი ნუ არ გაჩუმდები შეჩერა სურათებს იღებენ რესპონდენტები არიან აი მომეც უკან დავდო რა მადლობა გიო რა გაიხარე და ისიც დიდი მადლობა მერაბ კი მაგასაც აუცილებლად საქმის პელეკაცმა ესეთი საჩუქარი ნუ და გინდა რაღაცა კითხო არქიპო წარბას ოღონ არ მომატყუო აბა აი მერაბას ჩხუბი ხო გაგითენებია დილით 4 საათზე როცა გადაცემა ემთხვეოდა კი ისე მოვიტყვები და არ მოვიტყვები და არა და მერაბის მაიკა არა გაქვს მერაბის მაიკა არა რატო იტყვები არც უნდა რატო იტყვები არა მაგრამ მე წავიდე შენ არ გიგ ვერაფერს აუ ნახავ აგერ ხო და რა გინდა რადგინა მერაბის მაიკა შენ ხო გაჩუქა ეს რადგინა მერაბის შენ ხო გაჩუქა ჯერ კიდევ რამდენია სიმაღლეში მერაბა ჩემთ რა მნიშვნელობა აქვს სიმაღლე მითხარი ეს რა იცის არ ვიცი და შენ რა საჩავარდა თავით მერაბა შენ რა საჩავარ კაი მაშინა ეგ ყველა მიცის ბიჭო მაგრამ ზომა შეხედეთ მოვას გაფიცე 3XL-ი? 3XL-ი. ჩამოგერთვა. ეს მაიკა რო ვიყიდე მე დადგა დიეტაზე. ჩამოგერთვა ნოდა. არა, იმიტომ არ გასუქდები შეჩემა. აი შენია. აჰა, დამშვიდ, ბიჭო, მე მეუნება მაიკას კუცუნა ხარო და პიკენარი კუცუნა. მომე კუცუნა. აუ. კუცუ! მაიკაჩი. მომე, ეხლა გავტიტულები. მე რა? აუ, ძმობას გაფიცე. ხო, მომეცი ეს მაიკა. არა, მე ჭუჭუა ვარ, ვერ გავიგე, რატო უნდა მოგცე? კაცმა მაჩუქა. ჭუჭუა ხარ, მაშინ წაგართვი. მომეცი, რა გაჩუქა, კაცმა ეგეთი შორტი მოგცა და მომეცი რა. ეს ჩვენი ყველას მოგვიტანა, მაინც ხო ხედა რა ხდება ჩემი. ხო გაგაბწოლე. არა, შენ ჩამოგიტან დიმა. არა, ეს იმას ამოუტანე მე მანამდე გასუქდება. აუ, არ მინდა. აი, აჰა. კარგი, ბიჭო, კაცი ნურად არის. შენ რა გინდა? შენ მერაბზე გაუმარჯოს, ეხლა ამას ერთი ამოსუთქვი დავარაკე. ხო, ეხლა მაგარი ბრძოლა. სიხარულის ხო გაქვს, ჩაიზმანე და წადი მე. ბიჭო. მაგით ბავშვმონათლავ მეჯვარე წახო, რა მაგარი ვარ გადაუჭი. აი ბიჭო, აი ესეთი მაგარის დაითხრია. აი ეგეც მინდა. კიდე. დატრიალე უკან? ვეც. ჩვენი ძმა. აგე? ეს არის ნომერი შენ ამხელა ლეგენდა კაცი ხარ ამ სფეროებში და არ იცი რომ კომპლექსში უნდა გამოუშვა ეგენი? და რატო არ მომიჭახუნე? თუ არ გჯერა ჩემი. დავლიოთ? გაგვიმარჯოს. ბიჭო რა ხარისხია? ნახებს რო გადააგდო მაიკაი. ფეფი კუჩუ! ჩემი ჯადოსუნში თქვა, ნუ იგივეა როგორც აკუნა მატატა. სიმბაში ხوارი აკუნა მატატა ისროვნება პუმბარო. დაიკიდე სიმბა, როდესაც უთხასიაძე ხარ თქვი აკუნა მატატა და ყველაფერი კარგად იქნება. აჰა. წადი ეხლა შეგიძლია ეთერში დაჭრე. შვენიერი ძმა. კიბები რა. კიბები არის. მაშინ მეც ჩავიცვა. ხავე კაცო ამას ჩამოვიდა. მეც ხوار ჩავიცვა. შენ ჩემი მაიკა გესახსოვრებ. გადაიცი, აბა გადაიცი 3XL როგორ აგა? კიო, მადლობა რა. იგარი ხათო. ხედა ეხლა უბრალოდ გავიხდი. ეგ მაისური ჩემი არა, რანაირად იცო უკუღმა ბიჭო. უკუღმა ბიჭო, უკუღმა. ვისა ჩამოუტანე ბიჭო, აი, მოსტა გიჟდები რა ჩემი რა. დატრიალე? ვის ჩამოუტანე ბიჭო, გამაგიჟებს ეს.
კაი, მაგაზე მე ვილაპარაკოთ. გიო, მადლობა რომ მოხვედი. მართლა ვიცი რომ ძალიან ცოტა ხნით ახარ ჩამოსული, მონატრებული. მადლობა თქვენ. უშველებელია ჩემი. მიდი, გითხარი, ეხლა მოდი დავიწყოთ თავიდან. ხო. რომ დამირეკე, მე გუშინ ნოდარიმაც მომწერა და ძალიან გამიხარდა, ჩემი დიდი პატივისცემა შენ. მართლა დედასფიცა ვარ ეს როგორც კი შენი ხმა სადმე ისმის ხოლმე, მახსენდება ის ბავშვობის უსაყვარლესი წლები. და როგორც დავიწყეთ ეს გახსენდება. ეს რა თქმა უნდა ეს მახსენდება. ეს მახსენდება ლეგენდარული მანჩესტერი მადრიდის რეალი 4-3. შენ ეხლა რა გადაერთე ბილბაოს რო გაეყარა, ეხლა გადაერთე რაღაც სხვა რაღაცეები და შეჭე. ტეკათი მოვიდა, ტეკა აწერია, ეგ არის ის ტკბილი მოგონებები, როდესაც მე ტეკას ისა გასქურა მაგსახში. მაჩუქე მე 6 ივნისს მაქვს დაბადების დღე და მაჩუქე. და როგორც მამა ჩემისთვის იყო კოტე მახარაძე, ბაზარი არ არის. და ეროსი აი ეხლა ის ეხა რა კაი არა ეგრე ხარ შენ ჩემთვის და დიმას გაუმარჯოს იმიტომ მედეს გაუმარჯოს ნამდვილად მატუკი არა ჩემთვის ობოლაძეა არა ჩემთვის ობოლაძე მაგრამ მატუკებს დაგიშვი ჩემს ობოლაძეს გაუმარჯოს გაუმარჯოს შენ დღეს რა გელოდება არის ისე ტალღაზე ხარ რომ გაგანადგურებ რა მედეს შენ გაგიმარჯოს არა მეც ეგრე ვხვდები რომ გაანადგურებ მეც ეგრე მგონია რა ნახავ ჯედახი როგორ კულტურულად შენ ეგრე გონია რომ მე გაანადგურებ მგონი ყველას ეგრე გონია და გამოიწერეთ უთხრათ რა უნდა იცოდეთ გამოიწერეთ ლაილაის YouTube არხი და ლაიქეთ ეს ვიდეო რადიოს დაიყენეთ თბები სალონი რამე არა სტილისტი რაღაცა რა ვიცი მე ვარ ჩემი თავის სტილისტი მოდი დავიწყო თავიდან რა დრო გვაქვს ვისაუბრებთ ყველაფერზე უამრავი ადამიანს ხარ შეხვედრილი მერაბის თემები გვაინტერესებს იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ვიდეო რაც ყოფილა მე რაც ვნახე და არც ვიცოდი აი ამ კაცს გადაღებულია და რაზე ვლაპარაკოთ მაგასაც ვილაპარაკებ და ნახავ ამერიკაში მოდი შენ რასაკეთებ რამდენი ხელი წახვედი როგორ წახვედი ამერიკა კი ეხა ვიცით რომ ამერიკან დრიმ და ამბავი და ისა მაგრამ სულაც არ არის ობიექტურად ესე რომ იქ წითელი ხალიჩი დახვდნენ აეროპორტში როგორ წახვედი აი რა რასაკეთებ და ყველაფერი მოგვიყევი 2012 წელს წავედით აქედან მე და ჩემი მეუღლე და ჩემი უფროსი შვილი მეუღლემ გრინ კარტა მოიგო და ნუ შესაბამისად წავედით. მაგასაც ცალკე ისტორია აქვს გრინ კარტის მოგების მხრივ. მოგვიყევი? მიდი ბარე, მოგიყვები. უბრალოდ არავის არ ეჯერა რა ეს გრინ კარტის მოგების ამბავი რა, რომ ნამდვილი იყო და ზოგადად გრინ კარტა რო გათამაშდა, თამაშდება ხოლმე მაის, 2 მაისს არის ხოლმე რა შედეგი და 2 მაისს რო გათამაშდა, ყველამ გამოაცხადა შედეგი და ნუ ყველა მოიგო რა, რო შევამოწმე ჩვენ არ ქონდა რა მოგებული. ნუ არ ქონდა მოგებული და ის მაშინ გახსოვთ ხო კომპიუტერის მაგიდები რო იყო ხოლმე. ყველას ზალაში ესე თქვა ლივინგ რუმში რო იდო ხოლმე. გამოვიღე ჩავაგდე რა ეს ფუცელი და მთელი ამ ისტორიის განმავლობაში რაც გრინ კარტა თამაშდება, პირველად მოხდა რომ ამერიკამ აღიარა რომ შეცდომა დაფიქსირდა და ის შედეგები გააუქმეს. თავიდან ჩააწარეს და მაშინ მოიგო ჩემო მეუღლე. ბიჭო, აი კაი. ეგ ის ვარიანტია ხო იცი? მე რო რეკა ხოლმე მანქანა რო უნდა მოიგოს, ვიღაცა რო არ აიღებს და მე მეორეს რო დაურეკავ და ის რო აიღებს, ამდენი ემოციო ხალხია, ბიჭო, მაგაზე ვერ кайფო. ეგ მაგრა გაგმართლებია. მაგარი გაგვიმართლება. აი ეგ არის იღბალი ცხოვრებაში. ნახია და ეგეთი ისტორია. კი, მე ჩავედით ამერიკაში, დახვედრით აქ გაჩერი. დახვედრით იქ დავხვდრენ, ერთ-ერთ ოჯახში მეგვიყვანეს, დაურეკეს შინაურებმა და იქ არავინ არ ყავდა საერთოდ. და მახსოვს პირველად რომ ჩავედით, ანუ ცარიელი კედლები იყო, მადლობა იმ ადამიანს, ვინც დავხვდა. მართლაც იმიტომ რომ დღევანდელი გადასახედან რო უყურებ, ძალიან დიდი დრო უნდა, ან ბინის მოძაბნას, ოთახის მოძებნას, სულ ყველაფერს და ისე დრო რო დამითმეს, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და პირველად ამ რო ჩავედი, ბევრი ფულიც არ გიქნებოდა რა. არა, ფული არა. შენ თორ რაღაცები გეძელი. არანაირი პრობლემები წავედი აქედან რა, როგორც უმრავლესი ქართველი, მაგრამ საქმე იმაშია რომ მე მადლობა ღმერთს იმაში გამიმართლა რომ გრინ კარტა მოვიგე და მაგით წავედი. ხო, აბა ისე წავედი. და რო ჩავედი, ანუ ბავშვი ეძინებოდა და ნუ ჩემოდანი გავშალე და ჩემოდანზე ეძინა ჩემი შვილს ანასტასიას რა, 2 წელნახევრის იყო. მე და ჩემი მეუღლე ძირს დავსხედით და ნუ ძირს თავი მივადე და მაშინ ცოტა რო აზე მოვსულიყავით. ნუ ამის მერე დაიწყო სულ ყველაფერი. გაცნობები დაიწყო მერე უკვე ეტაპობრივად ზოგს რესტორანში იცნობდი, ზოგს სამსახურში იცნობდი, ზოგს სიტყვაზე ქუჩაში რომ მინდიოდი და მაშინ კიდე 13 წლის წინ ქართულ ხმას რო გაიგებდი, უფრო მეტი სტიმული იყო. თან ახალი ჩასული. იყო დიდი სტიმული. არა, ხო არის გამიგია ხო, მოდიშ გაწყვეტ გამიგია რომ აუ ქართველის ხმას გავიგებ, გადავდივარ და რაღაცებს ამბობენ ხო. არა, ეგეც არის, ისეც არის, კაცო. მაშენენა რო გესმის ნებისმიერ შემთხვევაში მაგარია. შენ ბურჯგლავს? სიამონის. ეხლა ნახე, რა განსხვავება არის.
სერიოზულად რაღაცას ყვება კაცი. ამერიკაში რო ჩავედი, ხო, რეალურად და იმის მე ხა ქართულ ხმას ხომ ესმის და რაღაცა იმდენად ძალიან ბევრი ვართ ამერიკაში უკვე ქართველები. დაახლოებით 200,000 ქართველი ცხოვრობს მარტო ბრუკლინში. წარმოიდგინე, ამდენი ქართველი არის. მარტო ბრუკლინსაც ვიძახი და იქ უკვე ჩვეულებრივი ამბავი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართული რესტორანია, ძალიან ბევრი უკვე ფაბების დაიწყეს, ფაბების გახსნას დაიწყეს, ექსპორტ ბარების გახსნას დაიწყეს და იმდენად ქართული ემიგრაცია უფრო და უფრო ძლიერდება და ეს ძალიან სასიამოვნო არის და ძალიან სასიხარულო ამბავია და იქ ახლა ქართულად რო საუბრობ, ჩვეულებრივი ამბავია. დამეც ხო ემიგრანტი ვარ და უბრალოდ აი თურქეთის აეროპორტში 2 დღის რო ჩამოვედი, ხმა გავიგე ქართული და მესიამოვნო, ანუ აღვიქვი რომ აი უცხო ქვეყანაში ქართული ხმა და ეს მაშინ კიდევ უფრო გავანალიზე რომ აზრი არა აქვს, ანუ შენ სადაც უნდა წახვიდე და ქართულ ხმას რო გაიგებ, ხო შინაგანად მაინც ბურძგლავს და მაინც ქსიამოვნებს, ხო აი ეს ვინ არის და რა არის. ანუ შეიძლება მალე ბრუკლინში იყოს იქაური სანზონა ნახალოკა 200 რამდენი თქვი ქართველი? 200,000 ქართველი არის. ანუ ჩვეულებრივი ქართული უბნები შეიძლება. რამე საბურთალო ვერავაკე? მე სადაც დავიბადე, შეიძლება რომ რაღაც ნახალოკა არ არის ეგ, ნაზალადევია. ნაზალადევის რაიონი. ნახალოკა. ხო და შეიძლება მალე ეგეც გაიჩნდეს. ეხა მითხარი, გავიგე, ეგ ჩასვლა ის ძალიან ისეთი ისტორიაა რა, ეხა ეგ შენი ცხოვრების გადაცემის ფორმატია. არა, იცი რა, არა, საერთოდ არა, ეგ საინტერესოა რა. შენი ბიზნესი ეხა რომელიც არის დღეს, ესა შიზოიდია ღმერთო. არა, იმიტომ ეგრე ზუსტად ეგრე არის. არა, ვეძი რა. საყელო გაისწორე ესპანეთის მაიკა გაცვია და კოლუმბიის დროშას აგავს. კოლუმბიაც მიყვარს, იმიტომ რომ ესპანურენოვანია. და კანტონას ნუბაძავ რა, ბრა. არა, უსარ ვბაძავ. მითხარი ბიზნესი შენი მაგაზე მინდა უნდა კითხვა უცებ არ ვიცი გინდა თუ არა მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ მე მაინტერესებს შენ გადამზიდი კომპანია ხო თუ არ ვწდები? კი, გადამზიდი კომპანია გვაქვს, ერთ-ერთი დიდი კომპანია არის, მაგრამ ნუ ქართულ ემიგრაციაში ყველაზე დიდი ქართული გადამზიდი კომპანია არის GA Logistic-ი. ჩემ მეგობართან ავიკასთან ერთად გავერთიანდით. ნუ მანამდე იყო ძალიან დიდი გზა იყო, სანამ მივიდოდი 7 წელი ტრაილერი ვატარე, ყველა შტატში ვარ ნამყოფი ალიასკის. ნელია ხო ეგ? ალიასკის და ჰავაის გარდა. ჩემ მეგობარი იქა და მათ ჩვენ ერთხელ რაღაცა ვეთხვები წელი ატარა. ვეთხვები თუ რაღაცეები. აუ ეგ მართალი, ეგ გზაზე 14 წელი ატარა. ორჯერ დავარტყი, ხო? ირემს. ორჯერ დავარტყი ირემს. ბიჭო, მაგდენი და ბიჭო, ირემს კი არა, ლომი და რაღაცეები ჩდება. არა, ლომი. არა, რაღაცა, არა, მტაცებლები არ არის. სიმბა და პუმბები. არა, ჩიკონა, ბაბაგიცი, ბაბა. მაიმუნებს გამოყავდა. პუმბა და ტიმონი, კი არ უფიქრდება. არა, მტაცებელი ცხოველები არ არის, თო? მტაცებელი მე მაჩვენა ზურა არის, ჩემი ძმაკაცი კობერძე იქ არის ძმაო და ვიდეო გადაიღო მანქანიდან რაღაცა დათვი თუ ტურა თუ რაღაცა იყო რა. მაგრამ ეგ უკვე არის უკვე ისეთ ადგილებში სადაც ტყე არის. ერთხელ ამერიკაში. ეს სადღაც ხო. მაგრამ სადაც დადიხარ იქ ძირითადად ხდება ირემი. ლოსი შემხვდა ერთხელ ნიუ-ჰემპშირის შტატში რა. მაგარია მულტფილმებში. აი გავაჩერე მანქანა და შოქში ჩავარდი. ესე უყურებდი, აი დიდი იყო? ძალიან დიდი იყო, ძალიან დიდი რქები, ძალიან აი სილამაზე და ნისლი იყო რა და აი რაღაცა მისტიური ის არის. აი ფილმებში მაქვს ნახო, აი შტატიდან შტატამდე სანამ მიყოდეს ნისლი ეხლა რაც ქვია ტყე და მაგარი ბუნება. ძალიან მაგარი, ძალიან მაგარი. მე მქონდა შემთხვევა რა, რეალურად მართლაც პატრიოტი ვარ, მაგაში თქვენც იცით და სხვები მე მიცნობს იცით დარწმუნებულია მაგაში რა. მაგაზე ვიბაზრებ. ხო და ანუ რაღაც რის თქმა მინდა რომ საქართველოზე ლამაზი ქვეყანა არ არის, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვარ და ძალიან მოკლე დრო შეგვიძლია რაღაცა გადადგილებ, მაგრამ აი როცა შენ დადიხარ 24 საათი და იმ ხელა სილამაზეს ხედავ, მაგათად დღეს თუ შენთან, მაგათად ერთ დღეში შეგიძლია სხვადასხვა ორ სხვადასხვა time zone-ში შეხვიდე, ანუ დროის ცვლილებაგან წარმოიდგინო რა, რა ხდება. და ამიტომ იმ ხელა დიდი ქვეყანა არის და იმდენად ლამაზი ქვეყანა არის. მე პირადად ძალიან მაგრად მიყვარს. არა, მეც მიყვარს ფილმებიდან რაღაცაც. არა მარტო ჩემს ეხა ძალიან ბევრი ადამიანი გიყურებს, ყველას მოვიკითხავ, ძალიან ბევრი ემიგრანტი და ძალიან ბევრი ადამიანი. მათ შორის GA-ის გუნდის წევრები, რომლებიც ეხა ატარებენ ტრაილერს. ხო, წერენ ბიჭები ხოლმე და ყველას მოვიკითხავ, ძალიან დიდი გულშემატკივრები არიან. ჯიგრები. და მაგაზე ის თხოვნა იყო, რომ ტელეფონებში უყურებენ, რომ ბიჭებს უეუბნები. ძალიან პატარაზეა ის კადრებს რო სვავ რა რა ვიბლოკავს და ცოტა მეში არა გააჩნია რა ცოტა რო დავინახოთო რა ვერ ხე დაუყენე მე ესენი მონიტორები დიდათ რო ამოანათოთ ხოლმეო იმიტომ რომ რეალურად რო ატარებენ
ხო, დამაბარეს სხვათა შორის, ეგ დამაბარეს ჩემმა გუნდის მეორე, მაგრამ რო ვატარებთო და ეს პლანშეტზე რო უყურებთო, ძალიან პატარა არის და ცოტა რო გაადიდონო. სენიორ, გლები და რაღაცები ხა ცხოველებთან გავჩერდი მე, იმიტომ რომ რაღაცა საინტერესოა. აი გლები რა შეიძლება ქუჩაში გაიჩიტონ, კი არა და გზაზე. ქუჩაში? გზაზე ხო, წერეთები. ქუჩაში არა, ბანკში მუშაობდი, აი ამას დავტოვებდი ხამის 3 საათზე ტყეში. რა ხმა იყო ხო? ქუჩაში გელიო. აი იმდენად დიდი ქვეყანა და იმდენად განსხვავებული ხალხი ცხოვრობს ყველა შტატში, რომ არ დატოვებდი. ამას დავტოვებდი 3 არა, საათზე. სადავტოვებდი. ხო დაიძახე არა, ეხლა ჩემი ბავშვობის მოგონება ამას მე სახში წავიყვანი. სერიო, იქაც წამოწდებოდა. ლუკა, ეხლა თქვენს გაიგეთ, აქ არ არის. ამას რატო დავწერეთი გადალია ბიჭო, კიდე მოვუტანე. კადი მეთქი აქედან ფოცხლებს. ერთი შოტი რა გეხვეწები რა. ერთი შოტი რა ბოლომდე გავიდეს რა. სენიორ, აი სადაც ფილმებია გადაღებული, ცნობილი კადრები, გინდა ერთხელ ამერიკაში, ეგენი ხო გაქვს? 2013 წელს იმ მატარებლით მივდიოდი სამსახურში მაშინ და მან თქონდა კონსტრაქშენზე ხო მუშაობდი და ისე მოხდა რომ ჩვეულებრივად ეხა აქ ერთი ადგილი მეტროთი გადაადგილდება თუ არ გამოიპრანჭა მეორე გაჩერებამდე არ მიდის რა და იქ ჩვეულებრივად დავდიოდი ხოლმე იმით სამსახურის ფორმით დედასპიცა ვარ და აი საღებავი მქონდა უნიფორმით რა საღებავი მქონდა იმაზე დასხმული დასაცმელი ისეთი მქონდა რაღაცა რომ ანუ ხო მიდიხარ და თან ეს პირველი ეტაპი არის და პირველ პერიოდია რაც უნდა გაიარო და რომ მივდიოდი ესეთი შეხვდა ფილმზე რო თქვი გამახსენდა მაგრამ მაგასაც გეტყვი და შარვალ კოსტუმი ეცვა ადამიანს პიჯაკი ეცვა და ადგა და დამითმო რა მე ესეთი ფორმაში ვიყავი და მეთქი რატომ მეთქი და არაო მეო გრაფიკი ვდგებიო ჩვეულებრივად თუ და შენ ბევრად უფრო მძიმე სამსახური გაქვს და დაჯექიო მამაკაცო და დამით მოადგინე ვახ მეთქი შენ გენაცვალე ხო და აი ძალიან მესიამურა ძალიან მესიამურა რა და აი რეებზე იფიქრებ შენო და აიღრებოდი ხო ანუ მე გრაფიკი მაქვს მე ვიცი დილით ბრექვესტი მაქვს ის ანუ ყველაფერი გაწერილი მაქვს და შენ უფრო ბევრად უფრო მძიმე სამსახურში მუშაობ და დასვენება გჭირდებაო რა ანუ შენ ფიზიკურად მუშაობდი ტრაინერის ტარების გარდა კიდე კონტრაქტში შენობაზე მუშაობდი. ფიზიკურად მუშაობდი. ერთი ავეჯებიც გადამქონდა, მაცივრებიც გადამქონდა. მეგობართან ერთად ბაჩო არის, ჩემი მეგობარი არის, მისი ბავშვი ნათლია რომ ბაჩო თეთრუაშვილი. ყოფილა შემთხვევა რომ ანუ ტახტები რო გადამქონდა ხოლმე მეოთხე სართულზე თოკით აგვიტანია რა ეს ტახტი რა წარმოიდგინე და ეხა ის მაღალი არის ჩემზე რა და მეც 2 მეტრიანი ვიყავი, უბრალოდ მე ძიმეებს რო ვწევდი, დაპატარავდი, თორე შეზე მაღალი ვიყავი, თმაო რა. ხო და ამ ტახტებს რო ვწევდი ხოლმე, ბაჩო უფრო მალე აწევდა რა ამას და მე რომ მეოთხეზე ავიდოდი, თოქს დავიბავდი ხოლმე და გავიჩერებდი. და ამას რატო ვაკეთებდი რა, რომ თითო სართულს ჩარჯავდით ხოლმე, უფრო მე, ანუ ექსტრა სამსახური იყო, რეალურად თუ ლიფტში არ ეტევა, ან კიბეზე არ ადის. თუ გინდა შემოგიტანო, მაშინ მეტი გადაიხადა. ამიტომ ამას კი არ მევალებოდა, მაგრამ ვაკეთებდი, იმიტომ რომ ოჯახში მეტი შემეტანა რა და თოქს ვიბავდი ხოლმე ხელზე, დავიჭერდი და ეს ბაჩო ამხელა შენი სიმაღლის არის დაახლოებით, რომ ჩამოხვალ გაგაცნო და ამორბოდა ხოლმე ეს ადამიანი და მე რომ ამოვიდო და მე დავიწყებდი და სულ მახსენდებოდა ხოლმე ნუპაგაძი რომ ამოდის და მეთქი ვიღაცამ რო გადაჭრა ხელა ну погоди, ვიღაცა ღერის რა. სტენოსტენი. ხო, სტენოსტენი და ზევიდან მაგ მუშაობაზე მერაბის ის კადრები რა მაგარია ის ფოტოები. შენებლობაზე როა რა. და გვერდზე ესნე რო უკიდე ხეებზე რო კაჩაოს. საიდანსა. მერაბი არის სამაგალითო ადამიანი ყველა თაობისთვის და მომავალი თაობისთვის და ეხლა ვინც გვიყურებს და ის ბავშვები ვინც არიან და უბრალოდ ეხლა მერაბის თავს უკრავენ და სხვა კიდე ცნობილ სპორტსმენებს მაგალითი უნდა აიღონ მერაბისგან, იმიტომ რომ ადამიანი რომელმაც ნოლიდან თავის ბიჭო რა სამყაროში UFC ჩემპიონი ბიჭო ეგ რა ვიცი მაგის შეუფასებლობა არ არსებობს მაგ ფაქტის თვითონ უბრალოდ მე ერთ რამეს გეტყვი რომ მე მაგარი მეშინია მაგისი რა არა იმიტომ რომ ეხა სადრას მოიწევს ტიპი ეხა გინდა გაბრაზდი გინდა არა ძმაო გეუბნები მე რო ის კადრი ვნახე რომ ფანჯრის რაფაზე როა გასული მე რომელი სართული იყო ჩემი იქ მეოთხე სართული იყო მაგრამ არა ჩვენთვის მერვე სართული იქნებოდა არა იმიტომ რომ იქ ხო და მერვე თქვი მაშინ არა ნუ ეხა იცი რა ესე თვითონ უცებ თავში დამარტყას რაღაცა წავიდე იმ ყინულში გადახტომა კიდე მე ეს ვიღაცა 200 კილოიან
ქალებს რომ დაიჭერს და რომ დაარბის იქა და ეგ დომენ იმაში იყო ჯიამაიკაზე იყო. რა ვიცი, სად იყო, მაგრამ იტალიაში ეგ ვიდეო რა გადავიღე, შენ რასაც იძახი. მან კვარასამაჟზე იყავით ხო თუ? კვარასამაჟზე ჩავედით, კვარამ დაპატიჟა მერაბი და მე და მერაბი წავედით და მან ის სიტუაცია იყო, რომ ჩავედით მერაბი აეროპორტში. კიდე რა დღე არის, იცი? არა ის მე რამოსთან მოხდა ავარია რომ მოგვივიდა. ეგეც მოგვიყევი რამოსთან რა მოხდა? მე მოგიყვები. ეწერა იყო. ხო და ავარიაში და რამოსი რო ეკითხება რა მოგივიდა ავარიაზე და რა. შიდა ამბები. შენ ჯერ მოყევი ეგ როგორ მოხდა, ეგ შენ რო გადაიღე. იტალიაში ხო? და იტალიაში როგორ მოხდა და აეროპორტში რო ვიყავით, აეროპორტში ცოტა გაიწელა ჩვენი ფრენა და ძალიან ნერვიულობს ხოლმე ზოგადად. როცა არ ვარჯიშობს. მერაბი თუ ცუთხასიაძეა, ესე იგი იმ დღეს კი არ ვარჯიშა. ნოდარიც ეგრე არის პრინციპში. 2 საათით გადაუსწდა ვარჯიშს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც სულ ფიქრობდეს ვარჯიშზე. და სულ სადმე რომ მიდის, ყოველთვის მიყავს სპარინგ პარტნიორი, ისეთი, რომელთანაც ივარჯიშებს. ძირითადად ურტყავს. გინდა ნოდარ. გადაგიხდია სერიოზულად. პროფესიონალის სპარინგი იქნება. არ გაუსწორდება. ხო და აეროპორტში ხო იმას ვქენთ თურქეთში ჩავფრინდით, თურქეთში ივარჯიშა. დაახლოებით 4 საათი ქონა გადაждდომა და 2 საათი მართლა ვარჯიშა. აეროპორტში ივარჯიშა. ბიჭო ხალხი არ უღებს ხოლმე? გვერდზე მიდის ხოლმე და მიდის და ვარჯიშობს, იმიტომ რომ ემოციურად მართლა ცუთხასიათზე დგება ადამიანი, რომელიც არ ვარჯიშობს. სულ არის თავის პრესში და კრისტიანო რონალდოა რა თავისი სპორტის კრისტიანო რონალდო არის, ხო? გეუნები თურქეთის აეროპორტში 4 საათი მე ბურგერს ჭამდი და უყურებდი ჩემი ძმა რომ ვარჯიშობდა და 2 საათი ვარჯიშობდა. რო ჩავედით, მე იტალიაში სასტუმროში ხომ მივედით, მეორე დღეს იყო თამაში. ეს მილანი ნაპოლის თამაში. მან ხალხთანაც შეხვედრაც იყო, ხო თუ არ ვცდები? ხო, ეგეც ხო დავაორგანიზეთ რა და საქმე რაში არის, რომ ავედით, მე უცბად შევედი ხელები გადამოვიდი, რომ გამოვიდი ოთახი კარები არ გაღებულო, მერაბი არ აჩანს ხარსად რა და მერაბ გამოვიდ და ვინახე სად არის და ტელეფონი ამოვიღე რეალურად. ნუ ბარემ თუ გადავარ და გადავიღებ. არა, ტელეფონი ამოვიღე. რა განსხვავებია იმას? ესე. არა რა, აბა რა სიზავდა ხა. სპონტანურად ამოვიღე რომ ჯვარი მწერია ან გადავარც რაღაცა. შენ რო არ დაგაბრალო. მე მთელი საქართველოს ჯვარს მაცვალდა, კაროჩე, ჩვეულებრივად. ბიჭო. ყველაფერს ხო შემტენიდნენ, დამაბრალებდნენ რომ მე გავაკეთებ კამათი. ნუ იქნებოდა ხა ბაზარი, მაგაზე ხო? აბსოლუტურად ყველაფერი. კაცი მარცის იქ რა მოხდა რეალურად. და ამაზე თან ვეხვეწები და როგორ მეშინია, იცი რომ არ გადავარ. ეს ძალიან მეშინოდა რომ იქ კადრებში ჩანს კიდე რომ მე რა გეხვეწები გადმოდი. მაგას დედამისმა დაურეკა, მე რა დედამისი ეუნება რომ განაიმას ეუნება რომ სიტყვაზე რასაკეთებად მაგ ბიჭს რასანერვიულება. კაროჩე, იმიტომ რომ მე რა ყველა მიცის რომ ანუ აი ეგეთი არის ადამიანი რომელიც ექსტრემალურად ვარჯიშობს და ექსტრემალურად აკეთებს. მე გეტყვით ეხა ერთ რაღაცას. 17 ნოემბერს ჩემი დაბადების დღე იყო, ჩამოვიდა ჩემთან დაბადების დღეზე ნიუ-ჯერსში და ფეხზე ედო 22 ნაკერი და ეს იყო დამალული აი საერთოდ თვითონ რო ხსნიდა მე ის რო გადაირია ხო? არა, ის რო გადაირია არა. მე გეუბნები უმართან ჭუბის წინ, უმართან ჭუბის წინ, ხო, დამალა, მაგრამ საქმე იმაშია, ჩემთან რომ მოვიდა, მანქანა რო გადმოდიოდა, ნახე რა მაქვს რა და ფეხი მანახა და 22 ნაკერი ედო ფეხზე და სულად გავხდი რა, მეთქი და შავლი დადიოდა და აუჩეო ამასო მალაო რა, საერთოდ და ნუ საერთოდ ხმა არა უმიღია არსად და რეალურად რატომ მალავდა რომ შანსი იმის რომ ნურმაგედოვთან ჭუბიო ავიღო არისო რა, არჩე უნდა ვეჭუბო მალეო რა და არ მინდა რომ ამის გამო სადისციპლინო კომიტეტმა ჭუბზე არ შემიშვანო რა, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი უნდა გავიდეს რომ უნდა შეხორცდეს კარგად რა და მერაბი ჭუბი რო აიღო, ნაკერები კიდე ქონდა. ნაკერით ჭუბა? არა, ნაკერები მოიხსნა ჭუბამდე ერთი თვით ადრე, მაგრამ თვენახევრით ადრე აიღო. იმ დროს ჭუბი აიღო თვენახევრით ადრე და როცა ჭუბი აიღო, ანუ მე იმას ვიზახი, იმდენად პროფესიონალი არის და იმდენად საქმისადმი, ნებისმიერი სხვა სპორტსმენი
იფიქრებდა რომ გამოიყენებდა ამ შანსს იმისთვის რომ დანავაითისთვის ეთქვა რომ აი დავისვენებდა რა ეთქოდა და ის ვერაფერს ვერ ეთქოდა რა ხო ეგ ამბები იყო რომ აი ეგ ნეკნი და რაღაცა და იმანაც არ თქვა და გავიდა და ებრძოლა არა ეგ აბსურდი არის აბსურდია ან კომენტატორი არა ეგ უბრალოდ ეგრე უმარმაც თქვა რომ ხელი მოვიტეხეო მაგრამ არა მაგრამ ხო არა მე თხოვდნენ კარგად დადებას და ვერ დადეს ეგენი ახლა არ მინდა არა ნებში გადავიდე რაღაცა როგორი ამბავია იცი რომ მე რა იტყვი რასაც გინდა ბიჭო რო წააგებ ახლა მეც ვიტყვი რომ ცემოს ვიღაცა მე იმიტომ განგრევა მე სად მოიტეხა სად მოიტეხე მე რა მოთხა თითი რომ მოიტეხეო სად მოიტეხეო ანუ ოქტაგონზე სად მოიტეხე თითი სად მოიტეხე და ჩემთან ჩხუბის დროს მოიტეხე რა წინა ეპიზოდში მაგარი მივეცი ორი თუ ნახე ის ამოჭრელიც არის და არ ვიცი მე რა სიტყვი ბეჭებში რომ მოგეცე ორი წალი ეგეც ცალკე შენ მასალა შენ საგიყვან მე აი შენ თუ არ გაგიყვანო ხო ილაპარაკე რას მე შენ აი ეს კითათიძე გადაიტანე აი ხა გააგზელეს ეგ კი არა ყუალდა რომ იცეს რაო მე მეგონა სხვა რაღაცას ამბობდი ბიჭო რას ლაპარაკ მე მეგონა სხვა რაღაცას ამბობდი ისე რა მაინტერესებს აი ის ხელს ნუადებ მეთქი გითხარი 9ჯერ ჯერ ეგეთი ჩემი 9ჯერ გითხარი ჩემი დესანტია რა არის ესა ესე რა მიჩვენა იქნებ არ სიამოვნე ლუდი მოუტანე რა დაწყნარდა ჯერ ეგერთიც ჩემი დესანტია იმ ეპოქის ნო და გეძახია რეალ მადრიდ კი აბა მიგახედა არა მართლა გეძახის კარგი იყოს ერთი იყოს მატუკი ჯუნიორი იყოს გიო შეიძლება რა გვიდი კითხვებია ლირიული მაზა ლირიულიო ხო სხვათა შორის ბევრი კითხვა არის ერთ-ერთი ყველაზე ბევრი კითხვა კი არა და ყველაზე ბევრი კითხვა გიოსთან მოვიდა კი ბევრია ძალიან და მაგას მოვასწრებ თქვა რო გვაქვს მე მინდა კითხვი რაღაცა შენ მე უყურებ ახლა მე ყოველთვის უყურებ რა უბრალოდ ნერვს ვიშის ხოლმე ზუსტად არ ვიცი ხოლმე რა 6-ზე იწყება 9-ზე იქნება მერაბი რომელზე იქნება ამ ყარავულობაში ხან NBA-ს უყურებ ხან რაღაც და მაინც ნუ ათენება მე მივიდივარ სამსახურში პიროვებით არის ხოლმე როგორც წესი და ადრე გვერდო 1-2-ზე ჩაგვერთო კიდევაც ბზოლის მერე ადრე და რო გამოდის ფაფახით დროშით და ის იმ სიმღერით რო გამოდიოდა მიდი მოვდივარ ტარარირა ამბაბა ხო ჩვენ ეს სიმღერა აღარ მომისმენია აღარ გამოდის აბა რითი გამოდის ამერიკელებმა დაითრიეს თუ არა მან წაიმღერა რომ მან მაგარი ისტორია არის არა მაგარი მუსიკა მერაბის უყვარდა ესეთია დრაივია რა მაგარი დრაივი არის მერაბის უყვარდა ეგ სიმღერა ძალიან და უყვარდა წარსულში უყვარდა რატო რა ხო და მოგიყვები ახლა მაგას და კამრი უკვე შონომალის ჩხუბი სანამ იქნებოდა კამრამდე რა უკვე მაგ პერიოდში ვახო ბიჭიგაშვილს ყველა იცნობთ, ჩემი მეგობარი არის უფრო ადამიანი. წლები გასაგებია. თეატრალური და ნიჭიერი. და ნუ ვახო ბიჭიგაშვილი მოდის ჩემთან და მეუნება რომ დუბლიონკა ვახო. ხო. მეუნება ვახო რომ აი ნახეო რა მომწერესო და ნიკოლ შოუს მომღერალი ვინც არის, ხო? ხო, გიორგი ნიკოლაძე. ხო, ნიკოლაძე, ნიკოლ შოუ. მიწერა ვახოც რომ ანუ მაგ სიმღერა მაქსიმღეთ რახან გადიოდა აუგზალა? არა უგზალა, მოითხოვა თანხა. რეალურად, იმიტომ რომ საუბარი იყო ისეთი რომ თანხა მას კი არ უნდა და უბრალოდ სთხოვდნენ, იმიტომ ეგ სიმღერა რეალურად YouTube-ზე ხოდებს და ეგ სიმღერაზე ვინ თხოვდა? ეგ არ ვიცი წესები როგორ არის. ანუ წესები რეალურად მეც არ ვიცი, მაგრამ იმდენად ცუდად იყო გადმოცემული ჩემზე ეს ამბავი, რომ მაგარი მეწყინა და არ იყო რა სასიამოვნო და მე ვიფიქრე რომ მეთქი ვახო გასაგებია, მაგრამ მოდი ვისაუბროთ რა თანხაზეა საუბარი, რომ გამერკვია და ეს არ მინდოდა რომ მერაბის ყურამდე მისულიყო და მეთქი მიდი და დარეკე რა და დაველაპარაკები და თუ რაღაც ისეთი თანხა არის, მე მირჩევნია რომ მე გადავიხადო, იმიტომ რომ მერაბის უყვარს ეგ სიმღერა, მაგ სიმღერაზე რომ გამოდიოდა ხოლმე და მე წარმოიდგინე ისეთი სიმღერა იყო, მთელი ქართველები ამ სიმღერთან ტემპიც და რიტმიც ისეთი არის, რომ მთელი ქართველები ანუ ემოციურად ხო, ბიჭო, მაგაზე მაგარი რეკლამა ემოციურად ჯერ ამდენი ამერიკელი დასერჩავდა მაგას, რა სიმღერა არის, იმიტომ რიტმი იყო, მაგარი კარგი რიტმი იყო და ნუ მე რო ვესაუბრე, ხო ასტრონომიული თანხა მითხრა, რომ ანუ პირადად მე ვახოს ვთხარი, კაი, დაგვირეკოს, დავერეკე, მე პირადად ვესაუბრე და ძალიან ასტრონომიული თანხა მითხრა, რომ ანუ აი ეს თანხას თუ გადაიხდისო, ოღონ ამასაც ვიტყვი, რომ თუ მერაბა იხდისო, არ მინდაო, მაგრამ UFC თუ გადაიხდისო, UFC-სგან უნდა ავიღო ეგ თანხაო რა. UFC რატომ უნდა გადაიხადო? არა, რატომ უნდა გადაიხადოს ხა მოჭუბარი რასაც მოწონს, რასაც იმდენად საწყენი იყო და რო შევადარეთ მე ადამიანურად, ხო? 2 დღის წინ თვითონ იმან რა ქვია თოფურიას იმან რა ქვია ესპანურ სიმღერას რომ ხო
აი ანტონიო ბანდერასმა, ხო, ანტონიო ბანდერასმა, ხო, დამოვიწყდა. უმღერა სიმღერა. თვითონ უმღერა სიმღერა ანტონიო ბანდერასმა და მადლობა გადაუხადა შოუში ხო და ლაივში უმღერა ანტონიო ბანდერასმა და მადლობა გადაუხადა რომ ჩემი სიმღერა აირჩიო და ჩემი სიმღერით გადიხარო რა. ანუ აი ეს არის ის მიდგომა რა რეალურად და მაგრამ არ მეკითხა მეთქი ახლა ვფიქრობ რა. არა რატო არა უნდა ვიცოდეთ თო ეგეთი რაღაცა. ხო და მეც მაგარი მეწყინა მე ამასობაში რა მოხდა რომ გამიკვირდა ეხლა. რა მოხდა რომ არა და მაგარი სიმღერა არის და რა მოხდა რომ მეთქი მერაბის ყველამდე არ მინდოდა მისულიყო და ეხლა წავიდა იმას საუბარი რომ იქნებ რაღაც კონკრეტულ უფრო ცოტა თანხაზე შევთანხმდეთ რომ ეს თანხა გადავიხადო მართლა ძალიან დიდი თანხა იყო რა და იმდენ დიდი თანხა არ გეკითხები ხარ რა აი არა რა და მე დავიწყე რამოდენიმე ადამიანთან რაღაც თემის გარკვევა და გავიგე რომ მერაბი იყო რაღაცაზე უკვე გაბრაზებული და რეალურად რა ყოფილა რომ მარტო ვახუბიჭიკაშვილისგან კი არ იყო ეს ამბავი წამოსული რომ ვახუბიჭიკაშვილს მიწერს და რაღაცა სხვებმაც მიწერეს, მაგრამ იმდენად ისეთი თემა არის ამ თემაზე, რომ სხვებმა მერაბის კი არ კითხეს, იმის მოწერილი დააკოპირეს და დაკოპირებული ჩაგდეს და იმდენად ეწყინა, ანუ ადამიანს და მაგარი ეწყინა რა. და ანუ არც სასიამოვნო არ არის. ხო, რეალურად. აუ, ეხლა ერთი რაღაც გამახსენდა, ეგეც უნდა თქვა რა, მაშინ რა ხან ეს თემა წამოვიდა რა. შენ რო გთხოვე გახსოვს ამოხრევოთ მერაბა რაღაცა. ქამრისი, ხო. ქამრის, ხო, რაღაც ვიდოდან ჩაწერე, სადაც ჩაწერე ვიღაცა აი ხა მე არ ვიტყვი просто რა ვიზე და რაზე ლაპარაკება რა აი ამაში რომ არა ამაში რომ მერაბ დვალიშვილი აბა წარმატებები ამაშიც არის მოთხოვილი ფული ძალიან ლეგენდის სამწუხაროდ რა მართლა ძალიან ცუდია აი ჯერა რომ ეხა იმას არ ვადარებ მაგ ნიკოლ შოუს ამბავს ეხა ის სიმღერაა და სხვა თემაა მაგრამ აი ეს რომ მარტო რომ მოდი მერაბ მიდი დაანგრი ეგ მოტივაციის რა რომელიც უდათ იქცევა ამაში რომ ფულს მოიწვა შენ რასაც ამბობ დიმა რა ეგ არის გარკვეულწილად მაგრამ ეხავს კი არა და ეგ არის შედეგი ზოგადად რაც ხდება დღეს ჩვენ ხო მაგრამ არასწორი მოტივაციის სიტყვების დიმამ რაც ხო ისტორიაზე არასწორი ჯეროდეს რომ იმ ადამიანმა არ ვიძახი ვინ არის არიცის რეალურად რომ თანხა მოითხოვეს იმისთვის რომ მას ეთქვა არა იმან არის კი ვერა შუამავალი ტიპი იყო მაგას ვაღიარებ რა ხო მაგრამ ეგეთი შუამავლები არ უნდა ყავდეთ ეგეთ ლეგენდებს მე საერთოდ არ მერაბა სულ თავიდან რო იწყებდა თან ჩვენ და ანუ ისე თურქ ეთერშიც იყო რომ ისე ძალა აი ეს თემა კი ნაღამ თუ იცი კადრები ამას კლავდა ოღონდ მუღამ შევიდა ამან მოარტყა რა აი ფეხი მოუქნია ხო მაგრამ მაგაში თანხასაძლევ ხო იცი მერაბი ჩემი წარმოიდგინე არა მარტო მერაბი სხვა UFC-ს მოჭუბრები ვინც არა ჩვენ პირიქით გადავახტევინეთ ამის კურნალობისთვის ხო ხო და ვერ უკურნალეთ მიო ეგესია საქმე იმდენად აი ამის კურნალობა ეს უკვე დამიანებულია ვიდი გააკეთე აი ვერ უკურნალეთ არ იყო სპეციალისტები ზათ ამ სიტუაციების მისაღებად. გულის ბზარვის ხმაიძეს. სხვათა შორის ერთადერთი ჟურნალისტი ვარ, ვისაც ესპარინგა პირდაპირ ეთერში მერაბი. ერთადერთი. ლიანა ჯოჯო ამას გლიჯა ერთი მასოს. კი, როგორ არა. სიუჟეტი რო გავაკეთე. ეს არის, აი რო გინდა ის ვიღაც სპარინგი არა, ეხა ეს პროდუქტი ცოტა არ გამოგადგება, ბევრი ხარჯი იქნება და ნახევარ საათში მოგტება. მე მინდა რომ ვიღაცა შენი წარბები მუშტით გაყოს აი ეს შუაზე. შენი წარბები ჩვენმა სტილისტმა ედიკამ გამპარსა საუკეთესო ფასი, საუკეთესო ასე ვთქვათ, შეგიძლიათ მომხვიდეთ ბილიბერკის ირლანდიურ პაბში და მიიღოთ ყველაფერი საუკეთესო. ნუ ის ვიდეო გავიგე რომ გადაიღე და შენი გადაღებულია, მინდა კითხო ორი რაღაცა. აბა. ერთი, მინდა კითხო, ოღონდ მე სერიოზულადაც მინდა მერაბზე ვილაპარაკოთ ამ თავის წვალება და იმეთი სახრახნისებით და იმეებით ნაჯახებით ხელში, როგორ გახდა UFC ჩემპიონი. აი, სუფთა ახდენილი ოცნება, ამერიკულს კი არ დავარქვე, ადამიანის ახდენილი ოცნებას დავარქვები რა. ყინულში თავით რო გაერჩო, ძველია. ბაზარი არ არის, ძველია. და ხალხი იძახის რომ ეს მერაბამ დადგა. ეხლა თქვენ როგორ გონიათ? ადამიანი რო იცის რომ იქ ხელი ყინულია და აი ესე ხერხემლით, იმით კისრის მალებით გაერჭობა ყინულში რო. და რატო გააკეთა გეხოცები ეგ ვითხარი, მარტო მეტი არაფერი არ მაინტერესებს. ლონგ-აილენდზე ვარჯიშობდა და იცით რომ მერაბის ძალიან ნაწვალები აქვს და რეალურად ხო, ეხლა რომ მის გვერდზე ძალიან ბევრი ადამიანი არის, თავისი წვალების შედეგი არის და ну машин არავინ არ ყავდა ძირთადად თვითონ აკეთებდა სულ ყველაფერს რა მაგრამ უნდა და რაღაცა კადრები გადაიღო ისეთი რომ წყალში ვარჯიშობს ყველგან რო ვარჯიშობს ანუ ვარჯიშის კადრი ხო ვარჯიშს მაგრამ რეალურად ეგ ვიდეო გადაღებულია ლონგ-აილენდშია გადაღებული და მან სულ ხდებოდა ხოლმე
მაგრამ ხალხს გონია ბიჭო პირველი იყო და რა ჯიგარია არა საყვარელი კაცი როგორ თქვა სუსტებოდა არა მან სუსტებოდა რაფერზე დადიოდა ხო მაგრამ საქმე იმაში შეერძო თან ცივწყალში ხდებოდა და იმ მომენტში ხო ანუ ახალი თოვლი იყო წამოსული და ეს ყინული ხო დათოვლილი იყო და წინა დღეს დათოვლილი არ იყო და ცივი იყო და წინა დღეს ნაბანავები ჰქონდა და უბრალოდ ერთ დღეში ძალიან ის გაყინა წინა დღეს და დადო და ანუ წინა დღესაც ხო გადახტა და გადაიღო მაგრამ ჩაულებრივი აი რუტინა ერთი დღის რიტმი გამაჯანსაღებელი პროცედურა ხო დადო და რომ გადახტა ეს დათოვლილი იყო და ანუ ბიჭო არც გაბზარულა თავიო ისეთი ხმარი აკენული არც გაატყდა ის კაცია ბიჭო ხო ამოვიდა მე და თავზე რო უკიდია ხერები და მეთქი იტყვები ხაფერო აი სისხლი რო წამოვიდა რა ჯიგარი ხარ ასაკაი როგორ თქვა თან რაც უხდებოდა ხან არა სუხდებოდა მართლა სუვადი შენ არ გისინჯია მაგასთან ერთად რაღაცა ვარჯიშების გადაწყდა არა ვარჯიშებს ეცი რა უნდა კითხო თოფურიას აქვს მაგარი სიტყვები ნათქვამი რომ რო შეხვალო და უყურებ სავარჯიშო პროცესო გონია რომ ჩვეულებრივი არაფერი განსაკუთრებული მაგრამ იქ რაღაცა გარდასახვა ხდებაო რინგზე რა თვითონ რო გადაწყდა თუ დაუკვირდები ზუსტად ეგ გარდასახვა აქვს ხოლმე როცა აი თქვენ უკვე ლაივში რო უყურებთ ხოლმე რომ დაკეტავენ მისი სახე არის არა ამ ქვეყნიური და რეალურად მერაბი იმდენად პროფესიონალურად ღებულობს ამას იმდენად პროფესიონალად ემზადება ყოველთვის მერაბი ხო არის კემპი რო იწყება ხოლმე კემპისთვის არის 2 თვე აქვს ხოლმე დაახლოებით დრო მერაბი არის სუ კემპში სუ ვარჯიშობს მე გეტყვით სადაც მე და მერაბი ყოფილ ვართ სერხიო რამოსმა დაგვპატიჟა სადღაც და არ წავიდა იმიტომ რომ თბილისშიო ერთ-ერთი მოჭხუბარი სპარინგ პარტნიორი სთხოვა რომ დარჩა და ისო არ წავიდა გერმანიაში არ წავიდა მე მელოდებაო რა და ვერ გავყვებიო რა ამასო რა და შოკი მივიღე რა და რამდენი გახსოვს შენ რონალდინოს ლახილაში რო არ გავყივით მე რა ვწყვებოდი იცი რომ იმაში რო ჩავედით აი ეს ვიდეო რო აღნიშნე იტალიაში რო ჩავედით მე რა მითხარ რომ ვერ ვივარჯიშეო რა კარგათო და სად აეროპორტში ხო და ჩავალო ჯიმში ვივარჯიშებო და კარგი მეთქი და მე მაგარი შიოდა რა ნამგზავრები ვიყავი რაღაცა და ნუ მაგარი შიოდა და თან ტრადიცია მაქვს ან ლუდი რაღაც მაგრამ მერაბისთან ერთად რო ხარ წყალსვავ რა მარტო არანაირი ლუდი არანაირი ალკოჰოლი მარტო წყალი და კაი მეთქი წადი და 1 საათში მოვალო ქვევით ფიქრი მესმე შველა წავარწყლა არა ველოდებოდი ხო უნდა დავლოდებოდი რა და მანამდე არ წამე რამე ხო წავიდა არა ველოდებოდი ჩვეულებრივად და ღმერთს მადლობას უხდიდი რომ არ გადავარდა ეგ უკვე მომხდარი იყო რა და გავიდა 1 საათი გავიდა 2 საათი მართლა არა ჩანს და ჩავედი ქვევით რეცეპშენში ვკითხე რომ მეთქი აქ ბიჭი რო იყო მერაბი რაღაცა და ჯიმში უნდა ყოფილიყო და არ არის ჯიმში და სად არის რა და მე გარეთ გავიდა ვარჯიშობსო ალბათ რა გაიქცაო გარეთ გავიდო კაი გავედი გარეთ არ არის ნუ მე აივანზე აი ცნობილი აივანზე ვდგავარ ცნობილი და დედასფიცა ვარ ფილმი გამახსენდა როკი ბალბოა რომ ორბის და უკან ბავშვები რომ დაახლოებით 2 საათი ირბინა მე გამახსენდა უცებ წამო მე ტაქსი რო გამოვიძახეთ მეთქი მე რა კაი რა ანუ ხო ვარჯიშობ მაგრამ ეს გამითვალისწინე მშია დედასფიცაო რამდენი ხანი რა იყო სირბილი რა და ტაქსი რო ჩავჯექი და ტაქსმა ხო წაგვიყვანა აი ვიარეთ ერთი ქუჩა მეორე ქუჩა მესამე ქუჩა რაღაცა და მე რა მიეუნება რომ აიქო წრე არისო და იმ წრეზეო აი გააჩერო და თან ფულს დავახურდავეთო აი ვალი ეს არის ფულს გადასახურდავებელი არის და მე იტალიაში ნაყოფი ხარ მე არა ვაკამდე ვირბინეო მე ჯეგი ხო არა წარმოიდგინე ანუ ტაქსი რო გამოვიძახე და ტაქსით რომ მივყავდი ტაქსი ეუნება რომ აიქო წრე არისო და იქ თანხას გადავახურდავეთო რა და ეგ არის ეხა დაუსმი რა მეთქი მე რა აქ ნაყოფი ხარ მეთქი და ან რაღაც არა ვაკამდე ვირბინე ან დავასკი წრეო მეთქი ჩემი რამოსი ხო ახსენე აი ეს ლოტოტრონივით ამოვიღე ეს კითხვა რა გადავიდეთ კითხვებზე მინდა რომ ყველაფერი მოვასრო რა ხო ჩვენი შეტალოცვილოში ბიზ ბაზარი არა მე არ გიშლებს. რა გავაკეთო ჩემიტო. ამერიკელებს რომელი ცუდი სიტყვა ასწავლა პირველიო? ასწავლე ვაფშე? არა მე არა მე რაბზეც იქნება ეგ პარალელურად. ბიჭო, კაც ეკითხებიან ამას და დაწყნარდები შენში ხო არა მართლა. ცუდი სიტყვა არა, მაგრამ მაგარი ის არის რომ აბა ეხა გამარჯობა რა ვახარს კი ასწავლიდია. ცუდი გვინდა ჩვენ ძმა. ზეგანაც აღნიშნე რომ ტრაილერს ხო ვატარებდი 7 წელი და არის რა ისე ჩაოლებრივი მძღოლი ხარ და არის ემოციური მომენტები არის რა და რო რაღაცაზე გაუბრაზდებოდი, ანუ ვიღაცას აი ესე რო გაუბრაზდებოდი, რაღაც გავაკეთებდი ხო? არა.
ვეუბნებოდი რომ მე რუსეთიდან ვარ, რუსი ვარ, რაღაც ხო და შენ იცი რას გიზავ რაღაცა და ანუ გამოხატავდი რუსი ვარ, იმიტომ რომ ნეგატიურად რომ დამახსოვრებოდა ის რუსეთი რა დედასაცავდა. აი ნეგატიურად დამახსოვრებოდა და აი როცა გზას დაუთმობდი, ან მაგალითად ყოფილი ქართველი ვეტერანთა დღე იყო ამერიკაში და იქ რესტორანში შევედით და ძალიან ბევრი მედლით მოვიდა რა, ცოლქმანი და მე გადაუხადე რა რესტორანში. და დიდი მადლობა გადაუხადე და მე ვუთხარ მე საქართველოსდანა ვარ და ჩვენ ქართველები პატივცემთ იმას. ან მაგალითად რაც უნდა გავუკეთო, კარგი ხო, ვიღაცა. ცოტა ხო ვეუნები რომ მე საქართველოსდან ქართველი შოკირებულია რატო საქართველოს რატო ვეუნები არ იცი, მაგრამ ვეუნები რომ თბილისში რომ ჩამოხვიდე საქართველოში და ეგრევე მაქვს თბილისის სურათები ულამაზესი სურათები და ჩამომზაინდა და ამ კითხვაზე პასუხი არის არაფერს უცი სიტყვა არ უსწავლებია გამონაკელი სიკართველია აუ აი ის რო ყოფილი არა აი მე აქ გუნდებში ასწავლია გიო ხო ვიძახი ხოლმე რომ თუ ნეგატიურად ვიღაცას უტევ რუსი ვარ რუსეთიდან იცინაზე რაღაცა და გვაგინე რა პრობლემაა ჩვენ ჩემპიონატში აქ ტიპებს ასწავლიან აქ ქართულ ლეგიონერი ხო ჩამოდის აქ ასწავლია просто აქ ჩვენთანაც კი ვერ შენ რას ასწავლე გაბრაზებული მე იმას სირმანჯოს გაბრაზებული მერაბი გინახავს და როგორიაო კი შიერი აუ მაგრამ რა ვიცი ჭამის მაგირო დარბისო ვეღარ თქვიდა არა წონის წონას რო იკლებს ერთი კვირა არის ხოლმე მარტო წყალზე არის რა და მაგ რაღაცა რო აცვია ის შავის ხო წონას რო იკლებს და მაშინ არის მერაბი არაადეკვატური და რა შევა იღრინება თუ აი მაქსიმალურად თავს ცდილობს რომ მოტოკოს რო არავისთან კონფლიქტში არ შევიდეს მაგრამ ნუ აი ეგ ერთი კვირა რომ აი არავინ არ უნდა გაეკაროს იქ გულშემატკივრს რო ვარ და შიოდა მაშინ არა მაშინ შეურაცხყოფა მიაყენეს და ვიცი ხო ბიჭო ნერვიულე იცი რა მომისმენი კარგად კანტონას ისტორია ხო გახსოვს კი ბიჭო ეგ ჩაულებრივია ზიდანის ისტორია ხო ყველამ ვიცით ისეთ შეურაცხყოფას როცა გაყენებენ როცა ისეთ ეხებია რასაც შენ ვერ მოითმენ ხო მაგრამ ძალიან ვინერვიულეთ იმიტომ რომ ჩხუბი ახლოვდებოდა და არ გვინდოდა რომ ხო და იმაზე იყო ჩაძაბული რა მაგრამ მოიქცა რა ჯიგრულად რა მე როგორც მე ვიდა და მიატო 50 და არა თმე აი მოდი ეს რა ქვია გიო მოდი ეხა შენ ვიცი რომ მარტო ფეხბურთი არ გიყვარს რა კალათბურთი რაღაცები დადიხარ NBA-ს თამაშებზე ჩემი გულის გასახეთ ქარი მარი ფათაშორი ზაზა არის შეპირებული ჩემთვის მაისური ჩამოტანას თუ მოგიგე მაინც მოგიტანო ჯარიმები მე ნაგლმა ვეთამაშე იმას ბიჭო ზაზას პაჩულიას აუყურე მაგას არ გამოუგზავნია ეგ მაისური ბიჭო არა ნუ ეხა ჩამოვა და ჩამოიტანს რა შეპირებული არა ეგ სიტყვას არ გადათქვა შანსი არ არის და მაინც ჩამოგიტანო არა არ ჩამოუტანია შეძაფერი ზაზას არ ჩამოუტანია მაგრამ მე მგონი ვიღაცა რაღაცა მოგიტანა საჩუქარი შე უი მართლა ხო არ გადილა არ ნახო ოღონ არ ნახო ძალიან ხო არ ჩავიხედო არ ჩავიხედო NBA-ს თამაშებს დადიხარო ხო მითხარი რატომ დებმა გამოიღე რა მოიღე აკეთ მომიტრიალე ჯერმე ჯერ შე ხო იმედია მოგეწონება რა არის ვის ეღადავები ვიდეო არ გეღადავები ეს რატო არ მითხარი ვისი მოწერა მე ჯეკი ჯეკის ხელმოწერა და იმის შაკილონილის ხადაო ბიჭო გიждდება ეს მორჩა ამსტარბები გაიждდება 5 მეტრზე ხო დედა მე იქით ვასრულებდი და ამან მეათე ჩემი მე ჯიკდები და შაკილონილი და ჩვენი ცხონებული ლეგენდა დედას გეფცები ამის დაცვად გამიხარ და ისე გაუსწორდებოდა ეხა წარმოგიდგენთ არა მაგარია ეს მანიაკია რა ბიჭო გათხაფნილია თან გათხაფნილია უკაცრავად რომ ვერ მოვაწერ არა ნუ ის ეგ არის კიდე კაი არ გაგიფუშტა გზაში სენიორ ჯიგარი ხარ მაგის მაგრივად გამ არა ეს ეხა ეს არის ამასთან რო ეს ეხა რუნიზე მეტად გამისტორდა რო არ მოგა ვიცი იმიტომ რომ კალათბურთი შენ მაგარ გიყვარს და მათ შორის просто მე უგებ ეგ არის ერთი 10-9 მოუგე ძალიან მივამკე კაჩულიასთან აგებს მარტო მკობა დაწუნებული ხარ რომ მაგის დრო არის ოიც ის ფარი შემოღობილია სენიორ შემოღობილია ის ფარი წითელი ლენტით სადაც მივამკე ეს არის ბიჭო აუ ამას ეხა ნახდათარო просто ამისავით გამოყლებულივით ვერ დავხტივარ ეხა რა ეს ხო იცი რა გაიხსენა ეს ეხლა აქედან პირდაპირ მივდივარ ვაჩარჩო კაბალერო ეგ არის აი გეფიცები ეგ არის ერთ რამეს გეტყვი მე აი ის კალათბურთი დღევანდელს ბევრად მაინც მიჩევლია რა იმაზე ვიყავი რა თქვა იმა რა თქვი ბიჭო შენ დაგაპუტა მაგულვაშებს ბიჭო ბუკა ეხლა ეს არა ეს შეშვის მიმართა არ გეგონათ რომ რაღაცებს ვაბული არ მომიდგენია ულვაშებს დაგაპუტა
იცი როგორ გაახარე ახლა მეორე დაიბადა ესეთი მანიაკი არა ჩემთვისაც აიკარად ბურთი არის თავი სენიორი არტისტები ჰოლივუდის ტიპები ხო გინახავს იქ რო ესტრებიან ხო ჯეკ ნიკოლსონები რო აგარად გას მელ გიბსონთან შეკიდე გამოიარა ხოლმე მელ გიბსონთან ხო UFC-ის ივენტზე შევხვდით ერთმანეთს მაგ ვიდეოსაც მოგცემთ თუ გინდა აუ ბაზარი ხო ფეხი ქონდა მოტეხილი და მელ გიბსონს ხო ფეხი ქონდა მოტეხილი და აი მე გავჩერდით საუბრობდით მე და თოფურია ვიდექით მელ გიბსონი მოვიდა და იქ საუბრობდით და ძალიან პატივცემა გამოხატა ქართულ მებრძოლებთან რომ მაშინ კამარი არ ქონდა მოგებული დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ მელ გიბსონი ვაფშე არ გამიგე რა თქვია ვაფშე არა მართლა გეუბნები რაღაცა გიბსონი გავიგე ანუ მელ გიბსონი მოვიდა ის ეყვება გეგური ანზორა მოვიდა და ერთი ანზორა საუბრობ ეხა ვირმე ანზორა გიყურეს და რაღაცებს სახელი თქვი შენი კარგით სამოტყანო გეუბნება ხო და მაგრამ მოგონილი სახელი უნდა თქვა სტალინის მეტიო საქართველოს და არაფერი არ ვიცოდიო და ოს მე მეჯო სტალინის რა იმიტაცია იყო სიცი შენი სუნქვის სპორტ რასტრილაც სტალინის მეტი არაფერი ქართველი არ ვიცი ანუ ქართველებზე არაფერი მქონდა ისეთ გაგებული ანუ სტალინი ვიციო რომ საქართველოსთან არისო და ეხა თოფურიასთან მიმართებაში და იქ მერაბი იქით იდგა რა მაშინ აღნიშნა რომ და ისეთი მოჭხურები მოდიან რომლებიც შედეგს დადებენო და ისეთი გულით ათქვა ეს სიტყვები რომ შენ გენაცვალე მელ გიბსონ იმის მერე ორი კამარი დავდე ისე მე ფათაშორით მაგარი რეჟისორიც გამოვიდა გადაიღე სტალინი ათამაშე სტალინი რო იცი მარტო დიდი წარბებია კულბაშებს მიუწევებ გააქვთ იქ კომპანია მე ვიცი რომ გააქვთ. მიუწევდა ერთ პიჯაკა ეგა. ნოდა, შეხوارა. გიზბერდაში ხო გადადიხარ. ხო და შენ თუ არ გახოხიალო, აქ აი დღეს გაჩვენებ რა. გადავოცილებო კამპანია. არა, ეს როგორ დემას ვიქერი ბიჭო, ჰა? ძალიან მაგარი. ეს რა აპასტია, ესე ძვალიშვილივით არის, აბა საშიშია. არა, ეს ეხა ეს UFC-ის ჩემპიონის შორტია ხელმოწერით ბიჭო. ხო და დაარკეთ. ოგო ძალიან მაგრამ უნდა გთხოვო. აი რა უნდა მოხდეს რომ ეგ მაისური მაჩქო. რატო უნდა გაჩქო? არა, აი რა შეიძლება მოხდეს. რაულის ორიგინალი გააძრე და გაჩქო. მომიჩნია. 4-0 შეთუნო შეხო ამას ასხივოსნებ. უთხარი რომ ხო გასხივოსნებო და მომეციო რა. თუ მამდიდრებს შეჩემა. ნოდა მამდიდრებს შეჩემა. რაულის მაიკა გააძრე. მე რომ ვიც გამდიდრებს და მიეცი. რა უნდა გითხო იცი? რაული, აი ამ რა შეგვეცი ამ რაულით მართლა სერიოზულად გეკითხე. დავიწყო? კაი. 98 წელია ზაფხულია მსოფლიო ჩემპიონატი. ავედი სახში, ცოტა დასვრილი ვარ, ბურთი დახეულია თავისთავად. ავდივარ და ვხედავ ვიღაცა ბიჭი გამორდის და შევხედე ნიგერიას. ბიჭი გამორდის რა ვიზუალურად მოგეწონა თუ? ეს რატო გააკეთა? ეს იმიტომ შენ რომ იმიტომ გიკეთია ეგა? მე მეთქი ვინ არის? მაქედან დავიწყე დაინტერესება ესპანეთზე რა იყო. წიგნი დამაჭერინა ხელში რაულმა. აქვე ვიტყვი ბევრჯერ მithქოს. მე წავედი. ხელში დაგაჭერილებ მეც არ არის პრობლემა. მე წავედი თეატრალურს ჩავაბარე. წიგნი რო დამაჭერინა ხელში. ასე რომ ძალიან დიდი ეგ რომელი წელი იყო? 1990 წელი. და რას იფიქრებდი მაგ დროს? რომ ერთხელ აი აქ იჯდებოდი ლაილაიში. ლიგა როდის სირივით. ბოლოს რაულმა 2000-ში. 2000-ში გახსოვს ის მომენტი, ჩემპიონთა ლიგა რო აწია და ბუტის რო შეუმსერა. არა, ჩემპიონთა ლიგის თასი რო აწია და დროშა რო აქ გადაკიდებული და ეს ოლე. გახსოვს ეგ მომენტი? მე გადავები. აჰა, მაშინ. ატაუშალო ის ნუ ურტყავ ხელს. აბა გეგონა მარტო ფოტო იყო ეს სირო შენა. კინაღა წაშალა ურტყა ხელები. ბიჭო ეს გადანერგლითმა გამწვიდა. ხეს როგორ უსწავდი შეავატყოფო შენა. რაუნდს მოაწერინე ბიჭო? არა, აუქციონზე ვიყიდე ეს და აბა ხო მოაწერა მე იმაუცეს აბა დიმამხوار მოაწერა. აუქციონზე არის ეს ნაღეთი. აუ ჯიგარი ხარ. კაი დაანებე თავი. აუ პირველი მაქვს რაღაცა ორიგინალი. მე ხო გასხივოსნებ თუ მამდიდრე. მე ხო გაგამდიდრეთ მობას გასცე. მამდიდრე, მასხივოსნებ, რა ვიცი მე ჩემპიონთა ლიგის თასი ყველაფერს აკეთე. ხო არ ხარ პირველია რაღაცა რაც რაულის მაქონი კიდალი. ეს არის სერვანტესი ფეხბურთის სერვანტესი. დიოს! ხო და აი მე ნუ ესე ნუ ემყრობი ბიჭო. მე გპირდები რომ შენ ახან ესე გევასებ, ისე გავაკეთებ რომ რაუთან გადაკვეთავ აუცილებლად, მაგის პირობას გადაძებ. მართლა გეუბნები, რაღაცებზე მიწერილი მოწერილი მაქვს უკვე და რაღაცას ვარ. ის რაულს ნოდარ, მე ხო ვისთანაც გადაკვეთავ. ადამიანებს ვისთანაც რაულის ვარჯიშზე დაგასწრებენ.
და სუატერი აღარ მინდა დაიყვანე მარტო გადაცემა ხო არა აუ ძალიან ცუდი რაღაცა მოხდება მე რო იქ რაული დავინახო არა შენ რო შენზე ხო ეგრე დაგებართ ანოდა რაულმა შეიძლება ფეხბურთს დავიტანებო საფეხბურთო იმას არა შენ ჩემზე ხო ეგრე დაგებართ პერო შენ ხვდი პირველად შეჩემა შენ აი რა ვიცი ძმა აღარიბებს არა იცი რა რაღაცა კითხვა მაქვს მართლა სერიოზულად გეუბნები აი ახლა ამებს რასაც აკეთებ ახლა შენ რავი მაგაზე ბაზარი არის ძალიან მადლობლები ვართ მართლა რა ბიჭო არანორმალურად მაგასაც მოიცა ეგ ცუდის მანიშნები ბიჭო ნუადები მსვერაღად რეფაკეთებს ცუდის მანიშნებელია ეგ მომეცი მე წავიღებ ჩარჩოეს ჩავსვავ დღეს და მოგიტან და მომეცი შენ რამას თუ წაიღებ აღარ მოიწ ხო და მაისორი უნდა მომცა იღა პირობა არა ზატო შენ არ მოგიტანია გიო მოიტანა აშუაშია ხო გითხარით რაული რაზე მომცე მაისორს და რაული რაღაცა ხო თქვი არა ხო თქვი შე ლეგენდის არაფერი არ მაქვს მე შენ ბევრი გაქვს სხვათა შორის მაგარი მამა ყავდა ფიზიკას ასწავლიდა და შენ რა იცი ჩემი მეგობრის ის მამას ასწავლიდა ფიზიკას მესამე სტუმარია უკვე ვინც ამბობს მაგარი მამა ყავდა ის გვენეტაძე რეზოს ასწავლიდა ფიზიკას და გენეტაძე როზე მომიყვარო დილა პატარა იყო ხოლმე და მოდიოდა და ბავშვი უნებოდა ნუ პაგაძე ჩამირდე აი ხო აღარ უპაგადი რა მეტი არაფერი მქონდა ხო ეგეთი რაღაცა ნუ პაგაძე ჩამირდე ნუ პაგაძე განსაკუთრებით ის მომენტი თევზს რო ამტრევს თევზს მე ნანახი მაქვს ის კადრი ჩანთაში ბევრი ქართველი დროშები რო გიწვია რაღაც შვიდო შენ რო ხარ იმიტომ გეუბნება ნოდარა ხო არ იქნება ეგ დროშე ბევრი დროშები აი ახლა 30 კილო დროშა მიგვაქვს აქედან 30 კილო დროშა გიო მიმზადებს ჩემი ძმა 30 კილო დროშა მიგვაქვს და ერთი დროშა მიგვაქვს 6 მეტრიანი ძალიან დიდი დროშა მიგვაქვს სულობა უნდა გავაკეთოთ მერაბის სასტუმროსთან რა ო 30 კილო დროშა ხო არ გადავა და უნდა დავარიგოთ ეს დროშა კითხო კითხები რა ხომ გვინდა რომ აბა არა გაინტერესებს ქართველების მომავალი UFC-ში შენი აზრით ვის უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში რას ფიქრობთ ამაზეო ეხლა შენ UFC იცი და ვის უნდა ველოდოთ რავი ვინ საიდან ეგ ცოტა რთული არ არის არა არიან ბიჭები ვისაც უნდა ველოდოთ ქართველები არიან მაგრამ კონკრეტულად რთული არის ეხლა მაგალითად ინლოს მასე გითხარ 1-2 ცოტა ძალიან მაგარი ბიჭი მგონი ძალიან სერიოზული ჩანს ეგ ძალიან კარგი ბიჭი არის ფრთხილი ჭუბი ქონდა პირველი როგორც ილიას ქონდა ისეთი ფრთხილი ჭუბი ქონდა თვითონ ამასაც და ნუ მაგარი ბიჭები არიან მაგრამ საქმე იმაში არის რომ ეხა რახან აი როგორც კვარაცხელიამ გაუღო კარი ყველა მომავალ თაობას და უფრო მეტი ყურადღება მოდის ქართველებზე გადავიდა ხო აი ისეთი ყურადღება მოდის ეხა ქართველ მოჭუბრებზე იმიტომ რომ ეს დაღესტნელები ამოვინენო რა ყელში რა წარმოიდგინე მაგრამ თანხაც აქვს მუსულმანებს ეხა აბუ-დაბიში და იმაში მაგრამ საქმე იმაში არის რომ ანუ ქართველებიც საკმაოდ შემოსავლიანები არიან UFC-ისთვის ჯერ რატო საწყის ეტაპზე ქართველებს ცოტა სუხტიან საწყის ეტაპზე შესაბამისად UFC-ს უფრო მეტი მოგებარჩება ხო და ანუ მაგასაც ყურადღებას აქცევენ მერაბის ძალიან მაგრად უყვართ მოჭუბრებს რა და ყოველთვის მერაბი ხო აი მაგათაც კრის ვეიდმანი ყოველთვის ეუნებოდა რომ მერაბ მაქსიმალურად ეცადე რომ მაღალი თანხა მოსთხოვო იმას რა ქვია UFC-ს და კრის ვეიდმანი არის 4 გზის UFC-ს ჩემპიონი არის და თან გამოცდილება იცის რა როგორ საპატიო მოქალაქე არის და ის სასწაულია მაგრეგორსა ძალიან კარგი სიტყვები აქვს ნათქვამი თავის პროფესიონალისტთან ერთად აი შოუმენიც არისო და ეგრო შოუმენს გიწოდებს თან რაღაც მაგრეგორს მაგრა დაშლი და ეს თითქმის დარწმუნებული არა ხო და კარგი მერაბი იმდენად მაგარი პიროვნება არის თვითონ რა კიდე რომ ღრმათ რო გაიცნობთ იმას ხო უფრო და უფრო დარწმუნდებით მაგაში მაგალითად ვსაუბრეთ ლონგო მაგის ტრენერი ვინც იყო ვინც რეალურად გაზარდა და დაიწყო რა მერაბისთან ვის დარბაშიც მივიდა მერაბი დღეს ლონგო არაფერს არ უკეთებს რა საერთოდ არაფერს არ უკეთებს მაგრამ მიუხედავად ამისა კუთხეში ლონგო ყოველთვის დგას ხოლმე მერაბის კუთხეში დგომა იმას ნიშნავს რომ მერაბი მას თანხას აძლევს ანუ პროცენტს აძლევს თავისი მოგებული ბრძოლიდან და რო ეხა სინდიკატში ვარჯიშობს და რო რეალურად ვიღაცებმა კითხეს რა ანუ რაღაც გინდა ლონგო რა გინდა და მაგათაც სხვა წაიყვანე რა ხო ანუ ქართველი შეიყვანე ანუ ვიღაც შეიყვანე რაღაც მაგრამ ლონგოს გადაფრენას აბსოლუტურად სულ ყველაფერს და თან თავისი ბრძოლიდან მოგებულ ბონუსებს ყველაფერს ლონგოს აძლევს ხოლმე იმიტომ რომ არ ივიწყებს იმ გზას საიდანაც მოდის და აი ის პირველი ნაბიჯები საერთოდ გადადგა ყოველთვის მაგრამ ის უკვე ასაკშია მიუხედავად ამისა კუთხეში უყენია ხოლმე რა ეგ ფილმის სცენარია
კითხვაც მაგაზია. აბა. ჰოლივუდის რომელ ფილმში ათამაშებდი მე რავს? მე რემბოში, შენო. აუ მე რა რომელ ფილმში? ჰოლივუდის ნუ და შეჩართე ფანტაზია. რა თქმა უნდა, ყველამ თქვა ჩვენი ვერსია. არა, შენ თქვი. მე შეჩერთვის ანა მოიფიქრე. იმაში. აი რომელ ფილმში ათამაშე? როკი ბალბოაში. ხო, ისტორიაც ისეთია. როკი ბალბოაში მე აი ბუტეგერებზე და განგსტერებზე რო აკაპონებზე და ათამაშებდი. ფილმებია იქაც არა, ისტორია ისეთია, აი როკი ბალბოას ისტორია აქ რა, შემთხვევით მოხდა. აი ეხლა შენ დოკუმენტალიზმში გადახვედი რა. არა, სტალონე რო თამაშობს. ხო, ყველა ფილმში ვათამაშებდი. მე ვათამაშებდი, მაგრამ აი წერან გიბსონი რო ახსენე, გიბსონის აპოკალიფსში ვათამაშებდი, აპოკალიპტო. აი იქ რო არიან ხო იცი აი ესტონები ოღონდ კაი ტიპი როა იაგუარი რა ბოლოს თუ ყველას დაბრიდავს და მარტო პელე რო ახსენა წავედ მე იესოს რო ანუ სათხას აი ესე წავიდა ეგრე იცის გინესმა აი არა მე არ მით გინესმა რა იცი ხო ამანდალია მაგარი ამბავი უნდა გითხრათ ერთი კიდე ანუ რეალურად წარმოიდგინენ იმასთან დაკავშირებით მერაბთან დაკავშირებით რომ ადამიანს პატრიოტიზმი მარტო სპორტულობაზე არ არის ანუ პატრიოტიზმი იმ დონეზე აქვს რა აყვანილი რომ წეგან დროშები რო ახსენე მაგაზე გამახსენდა რომ ჩვენ ხო დროშები შევაქვს და დროშების შეტანა რეალურად არ შეიძლება რა და უმალავთ ხოლმე მაგის ფაქტებიც არის რომ არ შეიძლება ეს მოხდა რის მერე იცი რუსეთი უკრაინის ომი რო დაიწყო მაგის მერე მოხდა რომ მერაბის დროშა აუკრძალეს მაგის მერე მოხდა რომ მე ვსვამ რომ ბანერები არ შეიძლება დროშები არ შეიძლება საქართველოს დროშა მაშინ დაიხატა და მაშინ მერე შემოწმებაზე წაიყვანეს და დროშის ტატუ შეუმოწმეს შიგნიდან რამე ქვეტექსტი ხო არ ქონა ამ ტატუს ანუ რაღაც ქვეტექსტი და სულ ყოველთვის თავის აი ამ ქართულ სიყვარულს პატრიოტიზმს ხო ეს სულ ყოველთვის ზედა პლანზე წევს. ყოველთვის თავისი თავი აქვს გვერდზე გადაწეული და პატრიოტიზმი აქვს და საქართველოს სიყვარული აქვს ძალიან ზემო. მარტო ის ფაქტი რა დღის რომ სახელმწიფომ რომ მილიონია ჩუქა არ წაიღო, დატოვა აქ და ცდილობს ეხლა რომ გახსნას აქ არის დატოვებული ეგთან ანგარიშზე რომელსაც ხო თქვა მაგას ცდილობს და ერთი ფაქტი კიდე რომელიც ერთ-ერთ რუსულ შოუში შესთავაზეს რომ გამოსულიყო. და კონკრეტული თანხა შესთავაზეს. მე რა მითქვა რომ არაო რა, ანუ არ გამოვალ რა მაგ შოუშიო. ამის მერე ურეკავენ და უთხრეს რომ თანხას არ უთხრენ, მაგრამ იმაზე მეტი გაორმაგეს? არა, უფრო მეტი. მილიონზე მეტი ვიდრე? იმაზე მეტი ვიდრე აკაჩუქეს. იმაზე მეტი ვიდრე აკაჩუქეს და უთხრეს რომ ორი კვირა მიიღო მონაწილეობა ტაილანდში იმ რუსულ შოუში რა. და ნუ მე რა მითქვა რომ არაო რა მე რუსულ შოუშიო თანხის სანაცვლოდ მონაწილეობას არ ვიღებ და საერთოდ რა ანუ არანაირი თანხაო და იმ თანხის სანაცვლოდ 10% სანაცვლოდ თქვენ წარმოიდგინეთ რამდენი ადამიანი რაც უდ რაღაცას გააკეთებდა და ადამიანმა ხო ქართულ სიყვარულში არა ჯიგარია მერაბა ეხა მან დორეაზე არ არის არ გააკეთა და ამის მერე მერაბიმ დააკავშირა ალჯამაი სტელინგს და ალჯამაი სტელინგი წაიყვანეს ყველას ნანახი გექნებათ ეგ რეალიტი შოუ არის ორი კვირა რუსული პეტერიანთან ხო ძალიან დიდ ფულს YouTube ის არის რეალიტი შოუ ამდენი მისეს რას მერაბას ვარიანტი არ არის ეს ჩემპიონი კაცია სამჯერ ნაკლები ой ასაბარა აი ეგ არის მაგიტო მივიდა აი მაგ ხასიათით მაგ დამოკიდებულებით მაგ ადამიანობით მივიდა ეს საფეხურები მაგიტომ გაიარა და ძალიან მაგარი ქართველი ერთი აი მექა არის კარდიფის სტადიონი სადაც ვიცი რომ ამყოფი ხარ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მომენტი რაგბში რაც იყო ეხლა მე მამე და მამუკა მეგობრობთ რა მაგარი და დღეს ჩაწერეთ აი გუშინ შემხვდა და გავჩერდით საგურამოში გარეთ და ვილაპარაკეთ ძალიან დიდი ხანი და ბევრ რაღაცეებზე რა ახალ ზელანდიასთან ტიპს აუთეს საუკეთესო მოთამაშე და ისეთი გულწრფელად გაკვირვებული ზის რა ეგ კადრი მაგას ეგ მოძებნოთ რა უგონ დაიმახსოვრე გეხვეწები რომ კადრები დავდოთ ან თავდაბალი ესე რო აკეთებს რა ჯერ გაუკვირდა ესე იყურება აკეთე და All Blacks-თან სოფლიო თაზე შენ ვიცი რომ აქთანაც გაქვს შეხება და გიყვარს რაგბი ძალიან და მაგას მეგონი დაესწარი თუ რაღაცა ხო შენი მაგრამ შურს ისე რომ იცოდე მაგ თამაშის მერე წავედი Arsenal Manchester საყურებლად მეორე დღეს იყო ბიჭო რო წააგო Manchester-მა 3-0 ეგ არ შურს გიო აი კაცი დღეს ეს საერთოდ არ როგორ მართლა გეუბნები რა მამუკაზე ვიტყვი მართლა დღესასწაული ხარ აი სადაც ქართველია მასხივოსნებ სადაც ქართველია იქ ხარ რა ეს მასხივოსნებ რატო აკიდე ეხა იძახდა მამდიდრებოდა ეხა აიჩემა მასხივოსნებ ეხა იგად მაგას აიჩემ მოყევე კაი ეს უფრო ჟღერადი ხო არის რა თქმა უნდა სენიორ სერ არა ის სენიორ
მამუკას რაც შეეხება კი ვიყავი და ეხლა შენ რაც აღნიშნე მაგის მერე კარდიფში მილენიუმ სტადიონზე ვიყავი ზელანდია საქართველოზე და მე ვიყავი სოფლიო თასზე 2015-ში ხო სოფლიო ჩემპიონატზე და მე მაგის შემდეგი თამაში იყო ნამიბიასთან და მამუკაზე რო აღნიშნე შენ იმდენად თავდაბლურად წარხვედარაც და ასაული ბიჭი ჩემთვის ნუ ეგ კადრები ხო დაუვიწყარი არის მაგრამ მაგის მერე ნამიბიასთან რო შევხვდით პლაკატი ვაჩუქე ანუ ჩატანილი მქონდა ამერიკიდან გორგოძილა ხო იყო და გოძილა ეხატა და მაშინ 8 ნომრებს თამაშობდა ხო და ომ მქონდა 8 გაკეთებული და გორგო და ძილა იყო რა და ეგ მქონდა დავახატინე რა თქმა უნდა გავაკეთებინე და მამუკას ვაჩუქე თამაშის მერე რო გამოვიდნენ მამუკა ავტობუსში ავიდა და ჩამოვიდა და რო შევიდა მე გამოდის იმ პლაკატით რაც მე ვაჩუქე ხო და სად იყავიო და წეგანო ბიჭმა მაჩუქაო რა იქვე ვიდექი რა ბიჭმა მაჩუქაო და გასახდეში დამჭაო და შევტორიალდი ანუ და წამოიღო ავტობუსში ასული გოძილას სურათი ქონა ანუ წამოიღო და წამოიღო ხო ანუ ხო შეიძლება რომ ვიღაცები კიდე გამოდიოდნენ ბევრი ხო შეიძლება დაურეკო და უთხრა რომ გამომიყოლიან რაღაც მაგრამ იმდენად არა ეგ ხო არ მეკვირს კაცო ხო იმდენად დიდებული საქციელი იყო ეს ჩემთვის რომ 10 ჯერ უფრო მეტად დავივალდებულე თავი რომ ადამიანურად უფრო მაგრად დავდგომოდი რაგბისტებს და რაგბის გულშემატკივრობის მხრივ უფრო მეტად მიმექცია და მეცა მაგათთვის პატივი და ზელანდიასთან რო ვითამაშეთ თამაში მე ხა საუკეთესო გახდა ქართველი და ისე მოხდა რომ გამოვედი სადა ფაფში უნდა შევსულიყავით სადმე გვინდოდა და ერთ-ერთ ფაფში შევედით და აბსოლუტურად ძალიან ბევრი ადამიანი არის. მაგრამ ადგილები არ არის ხოლმე ბაბებში. ხო, მაგრამ ისე მოხდა რომ მე და ჩემი მეგობარი ვიყავით წამოსული ამერიკიდან იუზა და ამერიკიდან ვიყავით ჩასულები მაგ თამაშებზე რა 2015-ში და ფაფში რო შევედით ძალიან ისეთი ჟრიამული იყო ლოგიკური, მაგრამ ქართველები დროშით ვინც იყვნენ, ხო, ვიღაცას ჯიბეში ედო, ვიღაცას აი ესე ქონდა და მოწყენილები იყვნენ, მაგრამ რეალურად აი წარმოიდგინეთ ისეთი რაღაცა. ზელანდიასთან რო წავაგეთ? ხო, აი ჩვენ ხო ქართველებო, ჩვენ ვარ ჯიგრები რა. არა, მაგრები ვართ. ზელანდიასთან წავაგეთ, დავიხოცეთ, ბიჭო. ნერვიულობი. აბა დედასპიცაო რა და არა, ეგ ეგრეა, რამოდენად ეგრეა. ქართველი აღიარე, საუკეთესო და რო შევედით იმ ფაფში რა, დავიწყეთ დალევა და აი არ მესწამო რაღაცა არაქართული იყო და წარმოიდგინე ქართველები რა მაქსიმალურად მინორი. ანუ კარდიფში ვარ, იმ ხო ხდები ჩასული რაგბის სოფლიო ჩემპიონატზე და ფაფში ვარ და არ მომწონს რომ ქართველები პასიურობენ რა, ესეთი სიტუაცია და იქ შატები მოქონდა და ერთმა ქალბატონმა რომ მოიტანა, მეთქი სუ დამიტოვე მეთქი და სუო და მეთქი ხო სუ დამიტოვე. რამდენი ბევრი იყო? არა, თავიდან 10 წელი იქნება. არა, იტყვის. თავიდან 8 იყო, მაგრამ მე იმდენად ბევრი მოიტანეს, მაგის კადრებიც არის. აი ეს მაგიდაზე გველაგა რა, ძალიან ბევრი. მე ლუდი მოქონდათ ჩვენთვის განსაკუთრებულად, რომ დებდით რა გრაფინებით დებდით და მე ვასხავდით რა ამ გრაფინებიდან და ნუ ეს სიტუაცია ხო და დავიძახე. ანუ ეს რაოდენობა ორმა კაცმა აიღეთ ობიექტურად. არა, თავიდან ხო ორმა კაცმა ავიღეთ ოღონდ. მე ბევრად მეტი მოდიოდა ჩვენ მაგიდაზე და მაგიდები არის, აი ესეთი გრძელი არის რა, რომ გამყოფები არ აქვს რა, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ადამიანი დაეტიოს და უცხო ხალხთან ერთად შედხართ რა, იქ ჩვეულებრივად ვინ სად არის, როგორ არის ზეიმია რა, სოფლიო ჩემპიონატი ზეიმია და დავიძახე რომ მეთქი ყველაზე მაგარი ნაკრები რომელია მეთქი რა და ნუ ყველამ თავის ქვეყანა დაიძახა რა და ერთ-ერთმა მერე შევარქვი უელსელი მეგრელი რა ანუ საქართველო რა დაიძახა დაინახა ეთქა დროშა დამინახა რა რომ და მეგრელებო გენაცვალე ბევრი მეგრელი მყავს არა ეგ მახვილგონეობაზე აქცენტი მეტი გერა პარტიას დრონება რო აქვს და ეგრევე რომ მოხოდეს ანუ მაგაზე რა ძალიან აი გოლები გახსნები არიან რა და ტიმა მოტვიდა აბა ისე ხوارით ხოდა შევარქვი უელსელი მეგრელი მე დედასპიცა ვარ ისე მოხდა რომ სახში ჩვენ დავტოვეთ რა მე ისე მოხდა რა ხო და ეს ლუდი და შატი ხო გაუშვი რა და გაუსრიალი რა გზელმაგიდაზე და ხო დალია და ნუ მე იუზამ დაიძახა აბა ვინ არის ყველაზე მაგარი ქვეყანა და მე უკვე 3-4 ყველა ყვირო და ბოლოს ისე მოხდა დედასპიცა ვარ აბსოლუტურად სულ ყველას თავის დროშა ჯიბეში ედო აი ჩვენ გარშემო იყო ყველა მე მაგის კადრებიც არის ადამიანი კალიასკაში იჯდა დედასპიცა ვარ ზელანდიის მაიკი ხა მე გადაგაო არა საქართველოს დროშა გამომართვა ღრიალებს საქართველოს და
მაიკა ხო არა გაქო რაღაც მეორე მაიკა რომ მომწა და ჩავიწო ზელანდიელი მეუნება რა. და ისეთი დასამახსოვრებელი იყო აი ძალიან. მაგრამ რა კადრი გააქვს მაგის კადრები? მოგვეცი რა გავაჩვენე ცოტა. ბაბო საბადათე. აი პირობით მოგწევ თუ გაადიდებ ცოტა გაადიდებ ამას ეგ დავიზნებოდა ეხა? მეცაც ეტყვი მოდი გადავხარო. წამოვედით მე ჩემ მეგობარი დაждდა ნასვამი რა. არავის არ გიჩვენებთ ნასვამ დაждდა. არა ეგ ეხა ძალიან სწრაფად მოვდიოდით იქიდან კარდიფიდან იმამდე რა ქვია ლონდონში მივდიოდი და პოლიციამ გაგვაჩერა. ხო იცის ეხა ანუ ზეიმია რა თავის ქვეყანაში არის ზეიმი და საიდან ხართო რა და რატო ხართო აქ უნდა მე სოფლიო ჩემპიონატზე ჩამოვედით რა და ხო ამერიკის პასპორტები მქონდა და რო შეხედა ვის გულშემატკივროთო იუზამ ქართველები ვართო საქართველოს კიდევ კაი თორე ტიკეტი უნდა დამეწერა შეთო და გავგვიშვა დედას ფიცაო ეხა რო გეთქვა რომ ამერიკას გულშემატკივროთო უნდა დამეტიკეტი ბენიაო რა და საქართველოს არა მეთქი საქართველოს ჯორჯია რაღაც ყველაზე ხარ დავაიწყე და გაგვიშვა იმიტომ რომ საქართველოს გულშემატკივროთო ქართველები ჯიგრები ხარ რატო გაგეცინდა რა არის ტიბა რა საქართველოსდან ამერიკაში ბიჭო შე გაჩვდი შე ხო არა გაქვს მართლა ბიჭო გამორთეთ კამერები უნდა საქართველოსდან ამერიკაში ხშირად ტყემალს აგზავნიან ხოლმე მერავს თუ წაუღია ტყემალი და თუ უჩუქებია რომელიმე მებრძოლისთვისო ქართულ საჭმელზე ვიცი რომ იქ რაღაც ბაზარ ვაგზალი მიდიოდა იტალიაში რო ვიყავით ტყემალი წაუღია მართლა 3 საათზე მირეკავს რეცეპშენიდან ვიღაცა რა ღამის 3 საათზე და ტყემალი მაგარი თემაა იტალიაში ღამის 3 საათზე გვირეკავს ვიღაცა რომ და ტეფენ რო ავიღე გვეუბნებიან რომ ვიღაცა არის მოსულიო იძახის რომ იმენა მერაბი მინდა რომ ნახო რა და მეთქი რა ხდება მეთქი და ესო ხაჩაპური აქო მოტანილიო რა ანუ რაღაცა აქო მოტანიო looks like pizza რა პიცას გავსო რა როჩი ეგეთი რაღაცა აქვს და მეთქი დამალაპარაკე მეთქი და რომ ვესაუბრე ქალბატონი იყო რა და ნუ ისეთი საუბარი იყო დედა მყავს დვალიშვილი და იმან გააკეთა და რაღაცა და მე კაი მე და ჩავედი რა მე და მე რაფის ხوار გავაღვიძებდი ხა ჩავედი მე და ძალიან გაუხარდა რომ ჩავედი და იმასკენ ხო შეიძლება და მე თქვა რომ დატოვე და რაღაცა და ჩავედი და იქ მე დაახლოებით 2 საათის გზაზე ნეაპოლში იყო ქალბატონი ამოსული რომ გაიგეს რომ დვალიშვილი იყო ჩასული დედამისმა სპეციალურად გააკეთა მერაბისთვის და ძალიან ბევრი ყველი ქონდა შიგნით აი მართლა გულია ძალიან ბევრი ყველი ქონდა შიგნით წამენი ხაჭაპური წამე ღამის 5 საათზე ვერავინ რა ამას მაგერებასება წამა როგორ ვაკობ რა მე დილით მოგიყვები ამას არა წამე ხო დილით მოუყევი რომ გემრიელი იყო დილით მოუყევი რომ გემრიელი იყო რა ესე იგი კიდევ ერთი ჩემი გუნდის წევრი გარდა იმისა რომ ამიგოა ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს შევეჯიბროთ მე წამაში. ეხა მაგირის ჯოგურს ვითამაშებთ. ბილი ბერგ არენა ლაი იწყებს პირდაპირ რეპორტაჟს კრისტალბეტ ეროვნული ლიგა მინიატურულ ჯოგურში. კი ბატონო. მარჯვენა ფლანგზე. სიცილი იყო ესო. რა იყო? ეხლა შეიძლება. ჩვენი სტუმარი, რა შეიძლება ჯერ მასალე ჯერ არ დამითორებია. ჩვენი სტუმარი გიორგი კიკნაძე შეხვდება ნოდარს, მოდი ესე ვიტყვი მარტივად რა. ნოდარს ვარ ხوار გინდა გაგინათ. რაულის მონას. კი. დასყარდები, ეხა რაულის ავტოგრაფი გააქვს? კი. დახედო. არა, ეს გაცილებით მაღალი დონე რო იწოდე რა. ინებეთ ეს ერთნაირი ჩოგნებით, თორე ფორმებს გამოვაცხადე. მადრიდის რეალის ფორმაში ჩემგან მარცხივ გიორგი კიკნაძე, მერაბ დვალიშვილის მაისურით ნოდარს სიმსივე. კაბალიერო შეგიძლია დაამატო. 5-მდე ვთამაშობთ. წარმატებებს გისურვებთ. რაზე ვთამაშობთ? ეხლა მე რაზე და მაგიდაზე. ეხლა მე მაგიდაზე, მაგრამ კონკრეტულად კაი, მიდი რაზე. მე ვიტყვი, ერთს მე ვიტყვი. შენ რა გიგო? მე ვაპირებდი რომ გიოსთან მეთამაშა მაზიან, მაგრამ მე დავეცი. მაგრამ შენ არა ხარ ქურდი და განაბი აქ რო წვიტავდე რაღაცეებს. მოიქნება მაზიან. თვალები უწევ დაგიბრუნელდეს ორი თითით. ესე გავიგეთებ. აბა მიდი. ხოდა. მე ვაპირებდი რომ გიოსთან მეთამაშა, რაულის მაისური იქნებოდა ავტოგრაფი ასე შემდეგ. ყველაფერი მოიტანა და მე უძლური ვარ. გიოს შეუძლია ხელები ამიწევია ბრძანე გიორგი. რა შე რა უნდა გენო? რაზე ვითამაშოთ და? ნოდარის ავტოგრაფი. ნუ ვისიო? ზღვარზე და ოციანზე. აი დედაშა. მინდა თუ მოგიგოთ ჩემთან
გუნებაში თავის წვადით ცხარი არ ვიცი ეხა ცხარია გვაპარსია და გვაკლევინე ეხა სიმბოლურად კაი წოდები კაი ამბავი ჩემთან მოიცა ის აგებს და შენთან ოღონდ ეს იკისრებს ყველაფერს კაცო სამწოდეიან ყველაფერი ეს არის ჩემი შვილი ვითაღავს ბიჭო რას ლაპარაკობ შევთავდით მაშინ ხარჯი იქნება შენი ბრატ კი ბატონო თუ ვერ გაკაჩავ გაყიდი რა ურის ავტოგრაფს უცებ არაფერსაც არ გავუგებ არაფერსაც არ ბევრი ხვარი მოგივა დელი ცხოვრება ფარას ხვარი მოგივა ეს ავტოგრაფები ბაბონოს 3 2 1 მოიც სადამდე არის 5-მდე მეტი გინდა არა ნუ წავიდა შენ ნელაკერი ძირად უტყავ ძალიან პატარაა ეს წავიდა როგორ ნაშავაგდოთ ეს მოდი ვითამაშოთ ჩინგაჩუკი ჩინგაჩუკი ო რა არის ჩინგაჩუკი აბა ის არ ჯეირანი ქვია მეც ჩინგაჩუს ვეძახი ჩინგაჩუკი რა თამაშია შენც მაგას ჩინგაჩუკი რა თამაშია რავი მე ჩინგაჩაგა დიმამზიანი ჩინგაჩაგა არა ჩინგაჩუკი შეგამოსერ ჯეირანი ოკეი მაგრამ მე ჩინგაჩუკზე გავიზარდე რა ჩინგაჩუკი რა ჩინგაჩუკი ან ჯეირანის ნაცვლა აი იყო ჩინგაჩუკი მე მეგონა რამე სხვანაირი სტილი იყო თამაშის ჩინგაჩუკი ნელა ბიჭო კაი ჩინგაჩუკი მიდი ერთამდე ხო 3-2 ჩინგაჩუკი ჩინგაჩუკი აუ დააფარა ეგრევე მაკრატები გააგეთე ჩინგაჩუკი თამაში ჩინგაჩუკი არა უშავს ყოველზე რაღაცა არა ყოველზე რაღაცა სწავლობ ეს უსმენ ბატო უსმენ მიდი სენიორი დავიდა თავიდან პირველი პატჩი ხო თავიდან არის ნელა ბიჭო იოხტი ჩემის ან სტუმარი იცოდე მას მინდა ჩავტოპკე არ უნდა რა ეხა სხვარი და 20 ფულების გადახდა მეორე ბურთი შენი ჯერ შენი პადაჩებია პადაჩებზე იყო ეს მაშინ მოგებული მაქვს მიდი ოპა 1-1 ანგარიში გათანავდა მოიცა ის თუ პადაჩებზე იყო როგორ გათანავ 1-0-ია არა ბიჭო 1-1-ია რა პადაჩი არ იყო პადაჩები ეს ვერ გამოხატავს რა უნდა თქვა დაწყებულია 1-1-ია აი არ შეიმჩნიოთ იოხტი 2-1 ეხა ჩემი პადაჩა არის ეს რა სტილი ოღონდ არ ვიცი რატო არის ეს რაღაცა წესებია ატამო მიდი ჩინგაჩუკი დავაი ეხლა მოდის ბაბას სტილი როგორც ქუთაისში იტყოდნენ 2-2 ბაბასი 2-2 გამეორე 3-2 ეს გამას გავიმეორებ თუ ეწელი ეგეთი ბურთია კარგად ზის კაცო დაანებე თავი მიდი გამეორე რა არის არაფერი აი ჩავერი სარი ხა შენ გამო ბიჭმა წა 2-3 რა ბიჭმა წააგო შეგვარულე 3-3 ჩემია ჯერ ხო თუ რატო რამდენია შენი მიეცი რავი დიმა 2 მოვაწოდე და არა 3 მოვაწოდე 3 ამი იოხტი 4-3 და მატჩბოლ 3 მატჩბოლ 4-3 შენ ხო არ უხანა ეს ავათარი ბიჭო 4-3-ია კან არ მინდა კონფლიქტი კან ბიჭო მე გიყიდი მაგ სხვას რას ნერვიულობ ამას რას ნერვიულობ და სალაპარაკო რატო ნერვიულობ მე გვინდა ვამთავროთ გიო ამას სალაპარაკო რატო რა უმარაო ხოს გამოგიგზავნიო მიდი 4-3 წავიდა მიდი იოხტი 2 იოხტი 3 იოხტი 4-4 ვის პადაჩა შენია ბოშე მე შეგვარ ვითამაშოთ ორი ბურთით ვით გავაწენ ის იგებს всё წავიდა 4-4 აუ 4-5 ძალიან არა ეხლა შენ ახლა თუ ის არის ჩემი ოთხი ანგარიში მე ვარ ნაკლების ბოში მიდი აი როგორ არ უნდა ხვარი არა ისე დავლიოთ არა როგორ დავლიოთ ორშაბათს მივიდივარ ძმებო მოკლედ რა მე მე ამისკენ ვიყავი მედეს არ ჩამოართვი ხელი კაცი გამოშვერილი აქვს ხელი იცი რა მე ვიცი როგორც უნდა ჩამო კაი მოიცა ეხლა სხივოსნო მოიცა ეხლა ერთი ფოტო გადავიღოთ აუ კი და მე გადავიღოთ კაი ეხლა ჩვენ დავასრულეთ საუბარს გიო კეთილი გზა ძალიან აზარტული ვარ და მაგარი მეწყენ რო წავაგენ ხო და პური ვჭამოთ მოდი 1 ქულამდე არა რა წავაგე არა წავაგე
როგორ ჩემი მადრიდი იტანჯება წელს, ისე უნდა დავიტანჯო. დაიტანჯო ყველა. აი, ნეტა ეგრე ვიტანჯებოდეთ ჩვენ თუ ზმახარი. იტანჯება. რესტორანს არ დავასახელებდი. კინაღამ თქვი ერთი ქართული გუნდი ხა ეწყინებოდა თვე ტანჯო. ეთერი დაამთავრო და ისე. მოკლედ, დიდი მადლობა რომ გიყურებთ, გამოგვიწერეთ, გიო, კეთილი გზარობა პირველ რიგში და დიდი მადლობა მოწვევისთვის და გამოიწერეთ. ლაილაი უმაგრესი ხალხი არიან და არავინ არ დაიძაბოთ, მოვბრძანდით, ყველაზე თავისუფლები არიან, ყველაზე მაგრები არიან და არავინ დაიძაბეთ. დაკარგავთ ბერს თუ აქ არ მოხდა. მადლობათ, მამა. მაგრები ხართ რა. შენ კიდე მინდა კიდე ერთხელ, იმიტომ არ არის რაღაცენი გაჩვქე და ესაც არა, ეს დაამთავრე, ესე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის გზა რაც გავლილი გაქვს ამ ძიმეშრობით, ამით წარმატებებს გისურვებ ყველანაირად და რა ვიცი, აბა შენ იცი მოკლედ და მერაბს კიდე მოკითხვა ყველას, ვინც გზაზე ხართ, ბიჭებო, მშვიდობით იარეთ, მშვიდობით წადით, წამოდით და ვიცი რა რთულია, რასაც აკეთებთ და ღმერთი თქვენსკენ მშვიდობის გზაზე გევლოთ ბიჭებო. და ვეცდებით გაგიდიდოთ. ვეცდებით და მე დიდი პლანშეტები დავაყენოთ და უფრო კარგად ვიყურებთ. აბა წარმატებები თქვენ ყველას დიდი მადლობა, ვინც გიყურებს, გამოიწერეთ ჩვენი ახი, ლაიქეთ თუ როგორ ქვია, ვერ ვისწავლე ესენი რა ბიჭო. გეგონება იმაში იყო. გეგონება სიპიქვაზე წერდა. დაამთავრე გადაცემა, შენ რო იცი, გამოვიწეროთ რაღაცები გააკეთე. აი თვალში არის შრალი მოგება, აი, მოიგე შენ. გამოვიწეროთ ლაილაის YouTube ხი და დავალაიქოთ ვიდეო. და დაწერეთ კომენტარებში გვინდა თუ არა დიმა საერთოდ. არ არის პრობლემა რა, შემდეგ გადაცემაში დავისვენებ. აი რა სხვა არ არის პრობლემა. წავედი, დავაჰე. მაგრა, ჯიგარი ხარ. მაგრა ძმაო. ეხა გააკეთებს ახლა უკვე ახლა.